მე ვარ ლიკა კოუზირიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Smart Support-ის დამფუძნებელი. ჩვენი კომპანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ძალიან თითქმის ყველა მიმართულება HR-ის მხარეს ეხება, განვითარების კუთხით, განათლების კუთხით, თანამშრომლების შერჩევის და ასე შემდეგ. მე HR-ის მიმართულებითაც მაქვს საკმაოდ გამოცდილება, თუმცა ძირითადი მაინც უფრო მენეჯმენტში და ლიდერშიპის კუთხით და კონკრეტულად ვთქვათ, აი ზუსტად შეფასებებშიც რა თქმა უნდა, როდესაც მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობ, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მოკლედ ამ ნაწილში ვარ ხოლმე ჩართული, კვლევითში, კოუჩინგის და ასე შემდეგ და ამ კუთხით ვარ კონკრეტულად ამ მენტორინგის პროგრამაში, რომ უფრო უკავშირის მართვის და კოუჩინგის და კვლევების ნაწილში გიზიარებთ, ასე ვთქვათ, ჩვენს გამოცდილებას. ძირითადი მაინც ამ პროგრამის და ზოგადად ამ კურსის ფიგურა ყავს ეთნა და გაგიზიარებთ ახლა ეთნა თავის გამოცდილებას და დღევანდელ დღესაც მეტად ეთნა ისაუბრებს, იმიტომ რომ ეს არის სისტემა, რომელშიც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ისეთი თვითონ მოყვება ახლა როგორიც ამდენად იშვიათი ქართული ბაზრისთვის. დღემშვიდობის, ძალიან სასიამოვნოა რომ ეს შეხვედრა შედგა. ძალიან კარგი იქნება თუ ვისაც გაქვს შესაძლებლობა რომ ჩართოთ ვიდეო, რომ დაგინახოთ კიდევაც და ინტერაქცია კიდევ უფრო აქტიური იყოს. მე ვარ ეთუნა ჟვანია, ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი. და ჩემი გამოცდილება მოიცავს დაახლოებით 22 წელს, როგორც კვლევით კომპანიაში, სადაც ძალიან მულტიფუნქციური სკოპი მქონდა, ასე ვთქვათ, არ მიყვარს ხოლმე უცხოს სკოპის გამოყენება, ხანდახან თუ წამომწდება, აუცილებლად ვეცდები, რომ განვმარტო. ესე იგი, კვლევით კომპანიაში ვიყავი 5 წელი, მე ფინანსურ სექტორში ვიყავი ხარისხის კურიერ მომსახურების ხარისხს და 2011 წლიდან ვარ ყველაზე წამყვან დეველოპერულ კომპანიაში HR-ს მომსახურების ხარისხს, ბიზნეს პროცესების მონიტორინგს და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა და ძალიან სასიამოვნოა, რომ შედგა ეს შეხვედრა და ნინოსაც მე გაგაცნობთ. ნინო იქნება ჩართული აუცილებლად კურსის ნაწილში. დღეს შემოგვიერთდა. ის არის ახლა ამჟამად ლოპოტას head of HR-ი და აქვს ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება როგორც ტრენინგებში, ასევე რეკრუტში, ასევე მთლიანად HR-ის მართვაში, ასევე ადმინისტრაციულ მართვაში, იმიტომ რომ ერთ-ერთ კომპანიაში იყო ადმინისტრაციული დირექტორიც და მოკლედ ესეთი შემადგენლობით ვიქნებით წარმოდგენილები ჩვენ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ და მადლობა კიდევ ერთხელ აქ ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. ხო, რადგან დღევანდელი ჩვენი შეხვედრა უფრო ეხება ესე იგი სტრატეგიული HR-ის ნაწილს, ჩვენ გაგიზიარებთ იმ ცოდნას თუ რას გულისხმობს, ხო, სტრატეგიული HR-ი რა მიმართულებებია და ასე შემდეგ, თუმცა წარმოდგენა რომ გქონდეთ თქვენთვისაც თვითონ პრეზენტაციას ისე გაქანწყობილი. ой, რაღაცა ხმები შემოდიოდა ხო? всё? ხო, პრეზენტაციაც ისე გვაქვს აწყობილი, რომ თან ასე ვთქვათ, მიყვება ამ ჩვენს მენტორინგის პროგრამის ნაწილს, რომელიც მე მაინც უნდა გაგიზიაროთ და შესაბამისად ხო, პროცესი თვითონ, მოკლედ, ამ ინფორმაციის მოწოდების უფრო ამაზე არის აგებული. სტრატეგიული HR-ის როლზე, ხო, თუ შენ ისაუბრე. მოკლედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური როლი, ასე ვთქვათ, რა შეიძლება რომ გქონდეს და გეცოდნებათ ალბათ ადრე ხშირად მოგვიხსენიებდნენ ხოლმე კადრებად და ეს ფუნქცია იყო უფრო დატვირთული ადმინისტრაციული საქმიანობით და მას მერე რაც განვითარდა ეს მიმართულება და რაც ჩვენი კვალიფიკაციაც გაიზარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ ბიზნეს პარტნერები და რაში მდგომარეობს ეს. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს ბიზნესის არსი და ჩვენი ფუნქცია იწყება არა უბრალოდ ადამიანების შერჩევით, ან ადმინისტრირებით, ან ხელფასების დაგენერირებით, ან ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს კომპანიის მისია, ხედვა და ღირებულებები და ძალიან ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გვესმოდეს კი არა HR-ის ჰედის ჩართულობა, რომ ეს იყოს არგად
გააზრებული კომპანიის მასშტაბით და მენეჯერების როლი იყოს ამაში გათვალისწინებული, არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ღირებულებები არის ფუნდამენტი, რაზეც მერე მთელ ჩვენ სტრატეგიას ვაგებთ და ვაშენებთ. ანუ ეს საძირკველის გარეშე, მოკლედ, რაღაცა ჩვენი ოპერაციული ქმედებები არის ხოლმე ბევრად უფრო არაეფექტიანი. და ამ სტრატეგიის შექმნისთვის, სანამ ჩვენ HR სტრატეგიაზე გადავალთ, მოკლედ, კომპანიას გააზრებული ქონდეს მისი ღირებულებები და რაზე უნდა რომ დაფუძნდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გეცოდინებათ რეკრუტში ღირებულებების გამოყენება და ადამიანების სკილსეტის გარდა ადამიანების სწორი ადამიანების აყვანა არის უმნიშვნელოვანესი და ხანდახან HR-ები ვამბობთ კიდევაც, რომ ნებისმიერი უნარი, ნებისმიერი hard skill-ი შეიძლება რომ იყოს დახვეწადი და ადამიანებში იმ ღირებულებების გაღვიძება ან განვითარება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს გაცილებით უფრო რთული და დიდი რესურსის ჩასადები. შესაბამისად, შეიძლება გვერდჩიოს, რომ სწორი ადამიანი ავიყვანოთ, სწორი ღირებულებების მქონე და ჩვენ მივეხმაროთ მერე იმ სკილების განვითარებაში, იმიტომ რომ ზოგადად კარგი კომპანიები და კარგი დამსაქმებები აუცილებლად არიან განვითარებაზე ორიენტირებული, როგორც თავის განვითარებაზე, ისე თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე. ამიტომ ღირებულებების სასარგებლოდ ვაკეთებთ ხოლმე ხანდახან არჩევანს თუ ამისი საჭიროება დგება. ამიტომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ავაშენოთ მერე ჩვენი დიდი სახლი. შესაბამისად, სტრატეგიის შექმნის მერე და აი ამ ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტის გააზრების მერე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავგეგმავთ სამუშაო ძალას. შიდა კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ალბათ ჩემ სტუდენტებს ხშირად ვამბობ ამას, რომ ეფექტური, გამჭვირვალე და გულწრფელი კომუნიკაცია არის ყველაფრის გასაღები. და ამაზე ხშირად გავაკეთებ ხოლმე აქცენტს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ბევრი საქმე გავაკეთოთ, ის თუ სწორად და ადეკვატურად არ არის ჩვენ თანამშრომლობამდე მიწოდებული, შეიძლება ისეთი ეფექტი არ ქონდეს. ამიტომ შიდა კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. თანამშრომლების ჩართულობა და ბედნიერების ინდექსი ეს არის ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორც ღირებულებები. იმიტომ რომ ჩვენ რომ გააზრებული გვაქვს რა არის ჩვენი ღირებულებები, იქ აუცილებლად უნდა იყოს კარგი დამსაქმების ღირებულებებში ალბათ ადამიანზე ორიენტაცია. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური კაპიტალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი ალბათ, რაც გააჩნია კომპანიას. შესაბამისად, ჩვენ სულ მუდამ და არა რაღაცა ციკლურად ან არა რაღაცა აფექტურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ადამიანების, ჩვენი თანამშრომლების ბედნიერებაზე და მათ ჩართულობაზე. იმიტომ რომ ჩართულობა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ კმაყოფილება. ჩართულობისთვის და ბედნიერებისთვის შეფასების სისტემები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც აი მაგალითად კვლევას გავაკეთებთ, იქ აუცილებლად დავინახავთ, რომ სამართლიანი შეფასება და სამართლიანი უკავშირი ადამიანებისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი მოტივატორი. იმისთვის, რომ ეს გქონდეს გამჭვირვალე, უნდა არსებობდეს ძალიან დალაგებული და გამჭვირვალე შეფასების სისტემა, რომელიც არის დათვლად გაზომვად პარამეტრებზე აწყობილი და ამაზე დღეს აუცილებლად შევჩერდებით და ვისაუბრებთ და შემდეგ სწორ და ადეკვატურ შეფასების სისტემას ჩვენ ვაბამთ ადეკვატურ სამოტივაციო სქემას. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ პირველად შეიძლება ეს შეფასების სისტემა იყოს ისე დამოუკიდებლად გაკეთებული, რომ რაიმე ფინანსურ მოტივაციაზე არ იყოს მიბმული, მაგრამ თუნდაც ეფექტიანი კავშირი, აი აქ თანამშრომლის მოტივაცია რო წერია, შეიძლება იყოს ბევრად უფრო მამოტივირებელი, ვიდრე მხოლოდ მაგალითად მონეტარული მოტივაცია. და შეფასების სისტემას აუცილებლად უნდა მოყვებოდეს განვითარების გეგმა, ეგრეთ წოდებული PDP-ან personal development plan-ს ეძახით, ჩვენ რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანები მომავალში კიდევ უფრო მოტივირებულები, კიდევ უფრო ჩართულები და კიდევ უფრო ეფექტიანები იყვნენ და ადამიანების ეფექტიანობა აუცილებლად აისახება კომპანიის ეფექტიანობაზე. და succession planning-ი ეს არის ასე ვთქვათ მემკვიდრეების დაგეგმვას ეძახით ხოლმე ქართულად, როდესაც ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომ თუ რაღაცა კრიტიკული სიტუაცია იქნება, ან დაგვჭირდება ამ პირიქით რაღაცა მენეჯერული რგოლი დაწინაურდება, ვინ შეიძლება რომ ის პოტენციურად ჩაანაცვლოს და როგორ ვავითარებთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რომ პოტენციური მემკვიდრეები გახდნენ. აი განვითარების და succession planning-ის თემა არის საკმაოდ გადაჯამჭული ერთმანეთთან და ზოგად წარმატებასთან, რა თქმა უნდა, ძალიან დაკავშირებული. სანამ შემდეგზე გადავალთ, ალბათ ისიც ვთქვათ, რომ პრინციპში შენ ახსენე მეთქნა, რომ ადრე კადრებად მოგვიხსენიებდნენ, ანუ თავის დროზე
ну არც ისე დიდი ხნის წინ ალბათ უფრო მეტად HR-ი ასოცირდებოდა ადმინისტრირებასთან და შერჩევასთან. ეს ორი ფუნქცია იყო ძირითადად უფრო კომპანიებში გამოყენებული, დღევანდელ დღეს იცვლება მოცემულობა და ბევრად მეტი კომპანიაა, რომელიც ხვდება სტრატეგიული HR-ის მნიშვნელობას. ამიტომ არის პრინციპში ალბათ ეს საკითხი აქტუალური, ამიტომაც გამოიწვია თქვენში ინტერესი და აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი ამ ცოდნის გაზიარება, რომელიც საქართველოში არ არის ნამდვილად ბევრი, თუმცა სასიხარულო არის ის, რომ თვითონ როლი აღქმა ბევრად წინ არის წასული, აბსოლუტურად ვეთანხმები მარიამს, რომ კი ბატონო, დღევანდელ დღესაც ბევრ კომპანიაში არის მხოლოდ ამით დაკავებული HR-ი და ხშირად ტოპ მენეჯმენტშიც არ არის, არადა ახლა დღეს რო გაეცნობით, ვთქვათ, რა scope is ინგლისური სიტყვა, მაგრამ მოცულობით არის შინაარსი, იმდენად მრავალმხრივია და იმდენად მართლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი დახარჯონ კომპანიაში, ხო? რა ვიცი, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ეს კარგად უნდა ესმოდეს, ვთქვათ, ტოპ მენეჯმენტს. და ნამდვილად არსებობს ბაზარზე დადებითი ძვრები. ამის გაზიარება მინდოდა, ახლა სანამ გადავალთ უფრო დეტალური ინფორმაციის გაზიარებაზე, ასე ვთქვათ, ტექნიკური. მე მოგიყვებით, ყველაფერს გვინდა შევეხოთ, რაც ჩვენი კურსის შინაარსში და სილაბუსში, ასე ვთქვათ, არის, იმიტომ რომ გონიორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია და მოკლედ პირველი რასაც ზაზეც დავიწყებთ საუბარს ამ ციკლის პროცესში არის ჩვენი მოკლედ ესე იგი ცოტა მძიმე კვირა მქონდა და მაპატიეთ ჩემი ტემპერამენტისთვის, ახლა ვინც არიან ნამყოფი ისე იციან, რომ ცოტა განსხვავებული ტემპერამენტი მაქვს ხოლმე და დღეს ცოტა მძიმედ ვარ, მაგრამ მაპატიეთ, ვეცდები მაქსიმალურად რომ მოგიყვეთ. მოკლედ მეგობრებო, აუცილებლად დავიწყებთ SWOT-ით და შეიძლება ეს გსმენიათ strengths, weaknesses, opportunities და threats. არის ესეთი ამბავი, როდესაც ვით ჩვენ წეღან, რომ უნდა დავიწყოთ სტრატეგიით, მისით და ღირებულებებით, ზოგადად როგორ მივიდეთ ამასთან სწორად არის SWOT-ი ერთ-ერთი მექანიზმი და ინსტრუმენტი, როგორ შეიძლება რომ მივიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ღირებულებებს და მისიაზე ვლაპარაკობთ, რომ ეს არ იყოს ფურცლისთვის დაწერილი და ეს იყოს გულწრფელი და მართლა თანამშრომლებიდან წამოსული. და მოკლედ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო მენეჯმენტის ან ტოპ მენეჯმენტის ჩართულობა, რაც უფრო მეტი თანამშრომელია ჩართული და მე ერთ-ერთ კომპანიაში ბედნიერება მქონდა, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც შეხვედრაზე მოვიდა, მოკლედ რამდენიმე შეხვედრა მქონდა დაყოფილი, ყველა ადამიანი იყო ღირებულებების და SWOT-ის ნაწილში ჩართული. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ თანამშრომლებს ექნებათ შეგრძნება, რომ ეს არის მხოლოდ ზემოდან თავს მოხოვული და დაждდა ტოპ მენეჯმენტი და რაღაცა მოიფიქრეს და დაწერეს მერე და თუნდაც კარგად გააკეთეს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, შეიძლება მე თანამონაწილეობის შეგრძნება არ მქონდეს. და მე თუ თითოეულ ნაბიჯში SWOT-იდან დაწყებული ღირებულებებზე, მისიაზე და მიზნებზე და ხედვაზე თითოეულ ნაბიჯში მონაწილეობა მივიდე და ჩემი ჩართულობა იყო, ჩემი თანამონაწილეობა, ჩემი engagement-ი, ანუ ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მაღალი და შესაბამისად მე შეიძლება მე ვიყო ამ ყველაფრის ამბასადორი ჩემი კომპანიაში და ჩემი კომპანიის გარეთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თვითონ პერფორმანსის მართვა აუცილებლად მოიცავს ამ ნაწილს, იმიტომ რომ ამ დროს ხდება დიდი მიზნების განსაზღვრა და ამ დიდი მიზნების მერე ჩაშლა ერთეულების დონეზე. პირველი რაც მე მინდა გითხრათ, თანამონაწილეობა, თანამშრომლების და გულწრფელი და გასული კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე სულ გავამახვილებთ ყურადღებას. დაგეგმვის პროცესში ისევ KPI-ების დაგეგმა იქნება, მიზნების დაგეგმა იქნება თუ ასე შემდეგ, არ არის მხოლოდ ტოპ მენეჯმენტი ან სინიორ მენეჯმენტი ჩართული, აქ არის ყოველი ადამიანი და შესაბამისად, როდესაც იგეგმება ის გეგმები, როგორც კომპანიის ჭრილში, ისე სტრუქტურული ერთეულის ჭრილში, ისე ინდივიდის ჭრილში, აუცილებელია, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს ამ მიზნის, KPI-ის, მნიშვნელობა, რას დავარქმევთ შესრულებაში,
თითეული ადამიანი ეს მონაწილეობას როდესაც ხდება დაგეგმვა. ეს თქვენ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ეს ადამიანები აიღებენ პასუხისმგებლობას და იქნებიან ამის შესრულებაში ჩართული. და როგორც კი ეს იქნება ვიღაცისგან დავალებული და მის გარეშე გადაწყვეტილი, ისინი მხოლოდ მექანიკურად შეასრულებენ და მოვალეობის მოხდის მიზნით იქნებიან უფრო ამ პროცესში ჩართული, ვიდრე მთელი თავისი ენთუზიაზმით და მოტივაციით. მონიტორინგი ერთი ირინა ჩაქს ხელი აწევი ხო, იწევს ხელს მეორე დაბეთობა. კი, მე მაინტერესებს ახლა მე ვარ სტარტაპში, სადაც ახლა აქტიურად ვართ რეკრუტინგში ჩართული, რაც გულისხმობს, რომ ჯერ კადრები არ ყავს. ვართ 3 ადამიანი. აი ამ შემთხვევაში, როცა არ არის ჯერ ის თანამშრომლების რაოდენობა, ვისთან ერთადაც დაჯდები და კულტურაზე, მისიაზე ისაუბრებ. აი და თუნდაც KPI-ზე, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გაწერაც მე მინდა დავიწყო, თქვა სანამ ავიყვან პირველ კადრს, ხო, სიტყვაზე. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე, თქვა როცა მოვლენ თანამშრომლები უკვე მაშინ უნდა დავიწყო მათთან ერთად და ეხლა აზრი არა აქვს თუ აი მაგ შემთხვევაში როცა საწყის ეტაპზე არის, სრულიად საწყის ეტაპზე კომპანია, მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგადად ყოველთვის იძახიან, რომ კომპანიის ჩანასახშივე თუ მაგ ყველაფერზე იფიქრებ კულტურაზე და მისიაზე, ეგ არის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ ყველას ეს ფუფუნება არ აქვს და ვისაც გვაქვს ესე თქვა, ეს ფუფუნება, რომ ნოლიდანვე ჩავდოთ ეს ყველაფერი, აი მაგ შემთხვევაში როგორ იქნება? რეალურად თქვენ რა თქმა უნდა გაქვთ საშუალება რომ ჩანასახოვან დონეზე რაღაცები გააკეთოთ, იმიტომ რომ ცალსახად მგონია რომ რაღაცა ხედვა როგორ უნდა განვითარდეს კომპანია და როგორ გინდათ იყოს ღირებულებები, ეს გაქვთ. უბრალოდ მერე თანამშრომლებს რო აიყვანთ და აი თქვენც მოიხსენიებთ ამ ადამიანებს კადრებად, იმიტომ რომ არ არიან, ეს არის რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც თქვენ გექნებათ თანამშრომლები და არ არიან უბრალოდ კადრები, ვის რესურსსაც ჩვენ ვიყენებთ, ხო? მერე აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ერთი რო სწორად იმხედვით აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც ჩანასახში თქვენ გექნება და მერე ეს ჩანასახი მათთან ერთად განავითაროთ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, რომ დაიწყოთ ამ პროცესზე მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არის განგრძობითი. ეს პროცესი არ ჩერდება, ისევე როგორც განვითარება არ ჩერდება, ხო? ერთხელ არ იწერება სამუდამოდ, ეგრე არ არის. რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპზე, იმის მიხედვით კომპანია რო განვითარების რა ეტაპზე გადადის, შეიძლება რომ სვოტი პერიოდულად სულ კეთდებოდეს, ანუ ეს სვოტი არ კეთდება ცხოვრებაში ერთხელ. სწრაფად განვითარებად გარემოში სვოტი კეთდება ყოველწლიურად. შესაბამისად არის რაღაცა დეტალები, რაც შეიძლება რა თქმა უნდა მისია, ხედვა და ღირებულებები ესეთი სისწრაფით არ იცვლება, მაგრამ დიდი მიზნები შეიძლება რომ ნელ-ნელა შეცვალოს, იმიტომ რომ ჩვენ მიზნების დაგეგმვას ხო ესე ვაკეთებთ გრძელვადიანი მიზნების დაგეგმვას და მოკლევადიანი მიზნების დაგეგმვას. გრძელვადიანი მიზნები თავისი სიტყვიდან გამომდინარე არის ბევრად უფრო გრძელვადიანი და ბევრად უფრო უცვლელი დროთა განმავლობაში და მოკლევადიანი მიზნები აუცილებლად უნდა იყოს გარემოს სწრაფ განვითარებად დინამიკასთან ფეხაწყობილი. იმიტომ რომ ჩვენი მიზნები, ანუ მოკლედ, როდესაც რაღაცის დაგეგმვას ვიწყებთ, ესე ვამბობ ხოლმე ამ სიტყვას, რომ ეს არ არის ჩაცემენტებული, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ავყელით გარემოს და ჩვენი დინამიკა თუ არ არის იმისი თანხმიერი და შესაბამისი როგორც ვითარდება გარემო, ჩვენ ვერ ვითარდებით და სამწუხაროდ ამ ძალიან განვითარებად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ ძალიან განვითარებად გარემოში არ არსებობს სტაგნაცია, ხო? ანუ არ ჩერდებით ერთ ადგილას, იმიტომ რომ ჩვენ თუ სტაგნაციაში ვართ და გარემო ვითარდება, ესე იგი ჩვენ ვრეგრესირებთ. და ეს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, ანუ ერთ ადგილზე ფიზიკურად ვერ ვდგავართ, იმიტომ რომ სამყარო თუ მიდის და ჩვენ ერთ ადგილას ვდგავართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით განვითარებას. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაიწყოთ და მერე ის ადამიანები, რომლებსაც აიყვანთ და რომელიც თქვენი მნიშვნელოვანი ღირებულება იქნება, ყოველ განვითარების ეტაპზე ამ პროცესში ჩართოთ. და ის ადამიანები შეიძლება ძალიან თანხმიერნი იყვნენ იმაზე, რაზე თქვენ შეთანხმდით და შეიძლება მოიტანონ რაღაცა ახალი იდეები, სიახლეები, ნოუ-ჰაუები და ასე შემდეგ და თქვენ აყვეთ მათ იდეებს. აი ეს იქნება მე მგონი ყველაზე ოპტიმალური პროცესი. მაკო, ჩვენ როგორ გავყვეთ პროცესს? კითხვები ბოლოსკენ იყოს თუ შუალედში?
თუ შეიძლება ამ კითხვასაც ვუპასუხოთ და მე იქნებ მეგობრებო, ან მოიწეროთ, ან ისე არ არის პრობლემა, თუმცა პრინციპში დერჩავეტევით. უბრალოდ დროში, ანუ შეიძლება მასე მთელი დღე გავაგრძელო და მაგიტო ვკითხულობ, ეკოს. მეგობრებო, საკმაოდ ვრცელი პრეზენტაცია არის და ამიტომ აკეთებს ამ კომენტარს ლიკა. თუ შეიძლება ქეთის კითხვას ხა მოვუწინოთ და მოინიშნეთ და თან შეიძლება ვისაუბროთ კიდევაც ამ თემაზე და ბოლოსკენ დავსვათ შეკითხვა თუ რაღაც დამაზუსტებელი შეკითხვა არ იქნება, რა თქმა უნდა, რადგან პრეზენტაციას ახლა. თუ რამე გასაგები არ არის, ბუნებრივია. ქეთი, გამარჯობა. ირინესგან საპირისპირო კითხვა მაქვს. მე გაგეცნობით ქეთი ნიკორა ტრეიდის HC საოპერაციო ხელმძღვანელი. ჩემ შემთხვევაში ყავს 900-მდე თანამშრომელი და როგორ შეიძლება, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ამ 900 თანამშრომელთან სათითაოდ ჩავიდეთ. რადგანაც ფრონტი არის ძირითადი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის თითოეული ფრონტის თანამშრომლის სარწმუნოება და შენარჩუნება. ბატონო. ესე იგი, ძალიან ხშირად მომყავს ხოლმე ეგეთი მაგალითი, მე TBC-ში მუშაობდი და TBC მე პატარა კომპანიაში და ზუსტად ამიტომ მომყავს ხოლმე დიდი კომპანიის და პატარა კომპანიის მაგალითი, იმიტომ რომ რაღაცა პროცესები, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულად ხდება ისეთ კომპანიაში, სადაც 10,000-მდე თანამშრომელი ვარ და სადაც მაგალითად 500-მდე თანამშრომელი ვარ და რა თქმა უნდა, ეს მე მაგალითი რაც მოყევი რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელთან ინდივიდუალურად გავიარე, ეს იყო პატარა კომპანიაში და პატარა კომპანია ესეთ ფუფუნების საშუალებას გვაწევს. ეხლა რაც შეეხება დიდ კომპანიას ერთი რომ ალბათ ვიცით ის სტატისტიკა, რომ ყოველ 100 ადამიანზე, მოკლედ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ადმინისტრაციული თემები არის ძალიან დალაგებული HR-ში, ყოველ 100 კაცზე უნდა იყოს ერთი HR. ეს არის სწორი კოეფიციენტი. იმისთვის თუ ჩვენ გვინდა, რაზეც პირველ სლაიდზე ვლაპარაკობდი, რომ HR-ი არ იყოს მხოლოდ ადმინისტრატორი და არ იყოს მხოლოდ რაღაცა ფუნქციის გამტარი და მხოლოდ თანამშრომლების შემრჩევი და იყოს სტრატეგიული ჩართული პარტნიორი, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ 100 ადამიანზე მოდიოდეს ერთი HR-ი. ამ სტატისტიკას თქვენ თუ აკმაყოფილებთ ამ კოეფიციენტს, თავისუფლად შეგიძლიათ, რომ ალბათ ყავთ ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც გაშლილები არიან სფეროების, სეგმენტების ან დირექტორატების, რასაც არქმევთ თქვენ კომპანიაში. შესაბამისად, აბსოლუტურად ეს HR head-ი არ არის აუცილებელი, რომ ამაში იყოს ჩართული და არც ის, რომ HR-ში ვინც მუშაობს, ყველა იყოს ამაში ჩართული. მაინიცირებელი და პროცესის მაკოორდინირებელი შეიძლება იყოს ეს ბიზნეს პარტნიორი, რომელსაც დაახლოებით 100 თანამშრომელი ავალია, თუ ეს სწორად მართავთ ამ პროცესს, მოკლედ. და ასევე, მეგობრებო, მენეჯერების როლი ჩვენ ცხოვრებაში და ზოგადად კომპანიის განვითარებაში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. და senior რაც არ უნდა ბრწყინვალე HR გუნდი ყავდეთ, რაც არ უნდა სწორი სტატისტიკური განაწილება გქონდეთ ფუნქციების HR-ში, რაც არ უნდა სწორი კოეფიციენტით ყავდეთ HR-ი აყვანილი, თუ თქვენი დამხმარე ამბასადორები, მხარდამჭერები, გვერდჩილგომები არ არიან სტრუქტურული ერთეულების მენეჯერები, აი ჩვენი ძალისხმევა არის დაახლოებით განახევრებული ეფექტის თვალსაზრისით. თუ სწორი მენეჯერები არიან, რეალურად ეს HR-ი და HR ბიზნეს პარტნიორი და სწორი მენეჯერი არიან ის ადამიანები, რომლებიც ეს პროცესი უნდა მართონ. ანუ სტრატეგიულად იწყება ესე, SWOT-დან დაწყებული ღირებულებებით არ აქვს მნიშვნელობა, რომ რაღაცა ვთანხმდებით ინსტრუმენტზე, როგორ ვმუშაობთ, ეს ინსტრუმენტი გადაგვაქვს HR-ებზე და ამბასადორებზე და მენეჯერებზე და ისინი არიან ამის გამტარებლები თავის გუნდებში. და მე ეს ინფორმაცია ამოდის HR-ამდე. აი ესე უნდა მოხდეს დიდ კომპანიებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის ბევრად უფრო რთული ასეთ დიდ კომპანიებში, ვიდრე ისე ვამბობ მე მაგალითად 500 კაციან კომპანიაში, სადაც ამის მართვა ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ არის სრულიად გაკეთებადი. ისე ვამბობ მენეჯერების და HR ბიზნეს პარტნიორების დახმარებით. სხვათა შორის ჩავერთვები თუ შეიძლება, ანუ აი მაგოსთან ერთად ამ კურსზე რომ მუშაობდით, რომელიც ეძღვნება ზუსტად ამ თემას, ერთ-ერთი კითხვა არის ხოლმე მაგოსგან, რომ ვინ არის target audience, ანუ ვინ შეიძლება დაესწროს ხო ამ კურს და mentoring-ის პროგრამას და HR-ების გარდა უნდა იყვნენ აუცილებლად ამ მიმართულების მენეჯერებიც, იმიტომ რომ თუ მათ კარგად ესმით
რამხელა სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს, ხო? ანუ რას აკეთებენ ამ ყველაფრის დანერგვით. ჯერთი ერთ ენაზე როდესაც საუბრობ ბევრად უფრო მარტივია და მეორე, როდესაც ესმის სიღრმისეულად, მოკლედ რას ემსახურება ეს პროცესი, ხო? ბევრად უფრო სწრაფად მიდის და აი წაღარ რასაც უნდა ამბობ და ნახევრდება HR-ის გაწეული ძალისხმევა თუ არ არის სწორად აღქმული და მხარდაჭერა არ მოდის მენეჯმენტის მხრიდან. არადა რეალურად პირველ რიგში ამას უნდა უჭერდნენ მხარს, იმიტომ რომ შემდგომ ყველა პროცესს ეს ბევრად უფრო ამარტივებს. მოტივირებული თანამშრომელი, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივი სამართავია და თუნდაც საკონტროლებელი და შეიძლება საერთოდაც არ გიწევდეს კონტროლი, ჩართული თანამშრომელი თუა, ვიდრე მოტივაციის გარეშე უბრალოდ 9-დან 6-მდე რო სამსახურში მოდის, ხო? ეს ხო ყველას გვესმის ისედაც. მოკლედ მე ცოტა ისეთი პრაგმატული და ტექნიკური საკითხებით ჩავერთვები ხოლმე, მაგრამ რეალურად ეს მნიშვნელოვანია, რომ აი ქეთის კითხვას უფრო ემსახურება, რომ მარტო ქეთიზე და მის გუნდზე არ არის ირგვლივ ვინც არიან, მათზეც ძალიან არის დამოკიდებული ეს ყველაფერი. იმისათვის რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ გათვლილ დროში, ჩქარ-ჩქარა შევეცდებით რომ ძირითადი პოინტები გავაზიაროთ, ხო? იმიტომ რომ ძალიან დეტალებში თუ ჩავყვებით, უბრალოდ ვერ მოვასწრებთ და ალბათ ადამიანებს გათვლილი აქვთ, ხო, გარკვეული რაღაცა პერიოდი, რომ იყვნენ ჩართულები ამ მაშინ რა ქვია ღია ლექციაში, უფასო მასტერკლასში. შემდეგი არის smart მიზნები და მოდი მაგას მე ვიტყვი არის სიტყვით და შემდგომ შენ გადადი კონტროლი. მნიშვნელოვანია. ძალიან მჭირდება ხოლმე დიკად კონტროლი დროში, ასე რომ არა, თან smart-ი მიყვარს კომპანიასაც ქვია ზუსტად ამ აბრევიატურის ეს აბრევიატურა არის სახელში ჩადებული და ბარემ ვისარგებლებს შემთხვევით და ვიტყვი. მოკლედ smart-ი როგორც ერთმა ახსენა ძალიან მნიშვნელოვანია მიზნები, ხო, სტრატეგიულად რაღაცებს რო დახსახავთ. გინდაც KPI-ებში და შეფასებებში, ყველგან მნიშვნელოვანი არის, რომ გქონდეს გამართულად გაწერილი მიზანი, ხო? რას ნიშნავს ეს გამართული მიზანი? ამისათვის ვიყენებთ ხოლმე ინსტრუმენტს, რომელსაც ქვია SMART-ი, აბრევიატურა არის ეს და აგერ გვაქვს გაშლილი, რაც გულისხმობს specific, ანუ უნდა მიზანი აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული, აუცილებლად უნდა იყოს გაზომვადი, რაც არის measurable ინგლისურად, ხო? Attainable, ანუ მიღწევადი, achievable ასევე შეიძლება იყოს. ანუ რაღაცა მიზანს რომ დავისახავ, იმის ოცნების და რაღაც იმის მაგვარი არ უნდა იყოს, რეალისტურად უნდა შემეძლოს უნდა ვიცოდე რომ მიღწევადია მოკლედ რა. relevant, ანუ რელევანტური იმ სიტუაციისთვის და იმ ამოცანისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და რელევანტური. შეიძლება რაღაცა მიზანი დავისახო, გადასარევი იყოს, კარგი იყოს, მაგრამ ამ ამოცანის გადაჭრისთვის არ იყოს რელევანტური და დროში განსაზღვრული. ეხლა ძალიან სიღრმისეულად არ გავყვები მაგალითებით ჭრილში, იმიტომ რომ ისე დროის კუთხით რომ ჩავეტიოთ. თუმცა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. პრინციპში ალბათ გადამწყვეტი, იმიტომ რომ თუ მიზნები არ აქვს SMART პრინციპით გაწერილი, დანარჩენი სამუშაო, ცოტა დახარვეზებულია, როგორც მინიმუმ. გააჩნია რამდენად არა SMART მიზნები გაქვთ, ხო? ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია, უნდა გაითვალისწინოთ და უფრო დეტალურად თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ ისედაც მოიძიოთ, ვისაც არ გქონიათ შეხება და არ გსმენიათ. და ჩვენს კურსზეც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ახლა ძირითადი და ესეთი შეფასების სისტემებში რაც არის. და პირდაპირ გავაგზავნებ ლიკას ნათქვამს, აი არა აქვს მნიშვნელობა, აი ხარა სლაიდზე თუ გავართ. KPI-ს აირჩევთ, MBO-ს აირჩევთ, OKR-ს აირჩევთ, თუ რა მიმართულებით აირჩევთ. თუ მიზნების დაგეგმვისას SMART პრინციპი, ანუ ინსტრუმენტი არ არის გამოყენებული, ძალიან გაგიჭირდებათ, რომ ნებისმიერი ეს სტრატეგია და ჩარჩო, ასე ვთქვათ, ამუშაოთ ეფექტიანად. ანუ SMART-ი უნდა გახსოვდეთ მუდამ, მიუხედავად იმისა, რომელ მეთოდზე ავირჩევთ.
და ძალიან მოკლედ ვიტყვი KPI ეს არის Key Performance Indicators, ალბათ ხსნენიათ, MBO არის Management by Objectives და OKR არის Objectives და Key Results. ეს არის რამდენიმე ძალიან ცნობილი და პრაქტიკაში ძალიან აქტიურად გამოყენებადი ჩარჩოები, ასე ვთქვათ, რომელსაც იყენებენ პერფორმანსის მართვისთვის და არსებობს ამის მიქს ვარიანტებიც და ნებისმიერ დროს რაც არ უნდა კარგი სტატია ან წიგნი წავიკითხოთ მაგალითად OKR-ზე ან ასე შემდეგ პრაქტიკაში შეიძლება ამათი გამიქსვაც და ჩვენ მერე როდესაც ლექციებზე ვისაუბრებთ როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოვირგოთ იმიტომ რომ ერთ რაღაცას ვიტყვი მოქნილობა და ადაპტაცია გარემოსთან სიტუაციასთან ჩვენ მიზნებთან ჩვენი კომპანიის განვითარებასთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა რომ რაღაცა შეიძლება ითვლებოდეს რომ OKR-ი დამოუკიდებელი სიტყვაზე ვამბობ მეთოდია და KPI დამოუკიდებელი თავისუფლად შეიძლება ნახოთ ესეთი ვარიანტებიც, როდესაც OKR-ში key result-ების ნაცვლად ადამიანები, მენეჯერები, კომპანიები და ძალიან წარმატებული კომპანიები იყენებენ KPI-ს. ანუ key result-ების ნაცვლად იყენებენ key performance indicators-ებს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გაზომო. ეს ობჯექტივები, რომელიც არის უფრო დიადი, უფრო ამბიციური და უფრო მამოტივირებელი და უფრო ინსპირაციული, გაზომოთ ისეთი კონკრეტული performance ინდიკატორებით, როგორც არის მაგალითად KPI. მოკლედ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრო მთელ პროცესში ეთმობა ამ თემას და გარდა იმისა, რომ უბრალოდ ეს არ არის, მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ კურსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, ეს არ არის პროცესი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ და თქვენ ხართ მსმენელის როლში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფერს თითოეულ ნაბიჯს ვაკეთებთ ერთად. უბრალოდ თქვენ აკეთებთ, მერე ერთად განვიხილავთ, მერე თქვენ ისევ აკეთებთ, მერე ისევ ერთად განვიხილავთ, ერთმანეთთან დიალოგში შედიხართ ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ გეხმარებით უბრალოდ რომ თქვენი გაკეთებული, თქვენი ჩართულობით გაკეთებული და თქვენი ცოდნითა და გამოცდილებით გაკეთებული იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და ასე შემდეგ. ამაში ერთმანეთსაც ეხმარებით, ამაში ჩვენც გვეხმარებით, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ, რომ ესეთი საინტერესო ინტერაქციული და დინამიური კურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაცები ვასწავლოთ. და ეს არასოდეს არ არის ცალმხრივი სწავლების პროცესი. თქვენც ერთმანეთისგან სწავლობთ, მეც თქვენგან ვსწავლობთ და თქვენც ჩემგან სწავლობთ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ როდესაც 1+1 ბევრად მეტია 2-ზე. და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიბლი, მოკლედ, ამ კურსის. და ძალიან დიდი დრო, ძალიან ბევრი საათი დაეთმობა აი ამ კონტენტს შინაარს, ასე ვთქვათ, რაც ამ სლაიდზე იყო. ასევე ვისაუბრებთ ძალიან ბევრს, როგორი შეიძლება იყოს შეფასება, მაგალითად, soft skill-ები, შეიძლება ეს იყოს მხოლოდ მენეჯერის შეფასება, პერფორმანსის და პოტენციალის თვალსაზრისით, თუ ეს შეიძლება იყოს 360-იანი შეფასება, თუ ეს შეიძლება იყოს 270-იანი შეფასება, თუ ასე შემდეგ. ანუ 360-იანს უბრალოდ მოკლედ აგიხსენეთ, რადგან ეს არის ერთ-ერთი აქტიურად გამოყენებადი სოფლიოში და რატო არის 360-იანი, როგორც იცით, ეს არის 360 და ადამიანი, როდესაც ფასდება, აკეთებს თვით შეფასებასაც, მას აფასებს მენეჯერიც, მას აფასებს PR-ებიც, მას αφასებს დაქვემდებარებულებიც და თვით შეფასება და ეს ყველაფერი აბლაბუდას ვეძახი, ისინი თქვია, დამკვეთებიც, გარე დამკვეთებიც შეიძლება იყოს და მოკლედ 360 კიდევ უფრო ხდებოდეს და ძალიან საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ერთ ჩარტზე იდება, აბლაბუდა ჩარტს ვეძახით ხოლმე ამას. სადაც ზუსტად ხედავ სათხარ შენი თვით შეფასებით აცდენილი რომელ სეგმენტთან ხარ აცდენილი ან დაქვემდებარებულები რას ხედავენ შენში რა პლუსებს რა მინუსებს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე კონფიდენციალური რა თქმა უნდა მენეჯერის შეფასება ვერ იქნება ერთი უშუალო მენეჯერი თუ ყავთ თუმცა ხანდახან არის ხოლმე რომ ლაინში რომელი მენეჯერიც ყავს შეიძლება ეს იყოს თქვა დეპარტამენტის უფროსი მე დირექტორის მოადგილე და ასე შემდეგ ყველა იყოს მენეჯმენტის შეფასებაში ჩართული და ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. რა თქმა უნდა, წარუმატებელი кейსებიც გქონია ამასთან დაკავშირებით, როდესაც ძალიან ტოლერანტული იყო შეფასება და შეფასებები, რომლებიც დაიდო თითქმის არ იყო ინფორმატიული, იმიტომ რომ ყველანი ვარსკვლავები ვიყავით იმ შეფასებით, მაგრამ მაგას მუშაობთ. მე მათ თემაზეც მოგიყვებით არსებობს რაღაცა მექანიზმები, force ranking თუ ასე შემდეგ, როდესაც შეგვიძლია რომ ეგეთი ტიპის რისკები დავაზღვიოთ. აი ეს თემა მიყვარს მე ძალიან, რომ კარი გამოცდა სტილებაც მაქვს ამ საკითხის გამოყენების თუ მაინც მე არ გერთვები შენ მოყევი მაინც შენ თემა უბრალოდ ხაზი გავუსვირო
მიყვარს თქო, ან რეალურად მეგობრებო, როგორც გითხარით, მაინც რაღაცნაირად ჩვენ პარალელებს კურსთან ვაკეთებთ. დღეს იდეაში არ არის კურსზე არ ვსაუბრობთ, უბრალოდ იმდენად აჟიტირებულები ვართ ამ კურსით, იმიტომ რომ ეგეთი არ არსებობს. მენტორინგის პროგრამაა რეალურად მართლა მაგრამ ბოლოს დავწერეთ. მართლა არ არსებობს ბაზარზე და თეორიული ცოდნა ეხლა ყველაფერს რასაც ვყვებით და რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებთ ეხლა საათში და საათნახევარში ასეთი მასშტაბური საკითხების დეტალებში განხილვას ბუნებრივია ვერ მოვასწრებთ. ამიტომ დღევანდელი ამოცანა არის რომ ცოტ-ცოტა ინფორმაცია მოგაწოდოთ რომ არსებობს ასეთი ინსტრუმენტი, რას ეხება ეს ინსტრუმენტი, სიღრმეებში ბუნებრივია ვერ ჩავდივართ. რა თქმა უნდა დღევანდელ ეპოქაში ინტერნეტი, ChatGPT და რა ვიცი ყველაფერი მან შეგიძლიათ ეს თეორიული მასალები ისედაც მოიძიოთ დამატებით, როდესაც კონცეპტს გაიგებთ, თქვათ დღეს რაღაცას პირველად თუ გაიგებთ. თუმცა აი რასაც ეთუნამაც გაუსვა ხაზი და მეც ამისი ისო არა ქვია როგორ თქვა მომხრე და ვთვლი რომ თეორიულად ბევრი რამე შეიძლება წავიკითხოთ, მაგრამ პრაქტიკაში ეს აბსოლუტურად სხვანაირად შეიძლება მუშაობდეს თუნდაც სტარტაპსა და 9000-იან კომპანიაში სრულიად სხვადასხვა რამეა, ხო? აქედან გამომდინარე, ამიტომ გვაქვს ხოლმე ეს პარალელები და უსვავთ ხაზს, მოკლედ რა ხდება კურსზე, იმიტომ რომ ამ კურსის ირგვლივ ტრიალებთ ამ მენტორშიპის ნაწილი, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. ლიკა, ორი სიტყვით, მაინც უფრო ვცლად თქვი მენტორშიპის ნაწილში, მოაქვთ ბიზნეს кейსი, პირადი ბიზნეს кейსი, რომელსაც ამუშავებენ მთელი კურსის ფარგლებში, მეგობრებო. თქვენ ფაქტობრივად თან ნერგავთ კომპანიაში, თან უკავშირს იღებთ თითოეულ აი ამ ნაწილზე, კომპონენტზე, რასაც კურსის ფარგლებში გაივლით და კურსის ბოლოს გაქვთ უკვე ერთ კონკრეტულ დეპარტამენტში ერთი ხელმძღვანელის და მთიანი დეპარტამენტის სხვადასხვა კომპონენტზე ნამუშევარი და უკავშირ დაბრუნებული. აი ეს არის მთელი ძვირფასეულობა ამ კურსის და რას ვსაუბრობთ ყველაფერზე, თან აკეთებთ თქვენ სავარჯიშოს და თან უკავშირს იღებთ. ამიტომ ქვია მენტორინგის პროგრამა. კი ბატონო. თან ხო, ანუ ფაქტობრივად ერთ მიმართულებაზე, იმიტომ მუშაობთ, რომ ხა მთლიანად რა თქმა უნდა ვერ მოისწრება, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი მასშტაბური საქმეა თვითონ კომპანიაში გასატარებლადაც, თუმცა აქ ფაქტობრივად ისწავლით როგორ სტრუქტურას აწყობთ და როგორ უნდა მიყვეთ და შემდგომ დანარჩენ მიმართულებებში დამოუკიდებლად შეძლებთ ამის გაკეთებას. ნუ შეიძლება რაღაცა კითხვები დარჩეს, ან გაგიჩნდეთ, მე ჩვენ არსად არ თბილისში ვჩებით, არსად არ მივდივართ, შესაბამისად შეძლებთ რომ მოგმართოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მოკლედ გამოცდილებას იმისას იღებთ, როგორია პროცესი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა იმუშაოთ და აი ამ პირველ ნაწილში რომელიღაცა მიმართულებას რასაც აირჩევთ, ჩვენთან ერთად აკეთებთ ამ ყველაფერს და შემდგომ უკვე დამოუკიდებლადაც შეძლებთ განვითარებას. კარგი, ეს ცოტა გადავუხვიე, უბრალოდ რაღაცნაირად მაკო ის მახსოვდა, რომ პრინციპში დღევანდელი შეხვედრა უფრო სტრატეგიულ HR-ს ეხება ვიდრე კურსს, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად არ გამოგდის და მაინც კურსზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ილინკება ძალიან. ტალანტების მატრიცაც არის საოცრად კარგი ინსტრუმენტი, მოგიყვათ ეხლა თუნა რაზე არის საუბარი და ძალიან გამოსატეკი, იშვიათად გამოყენებული საქართველოში, თუმცა იმედია გამომავალში უფრო მეტად, იმიტომ რომ უფრო საერთაშორისო კომპანიებს აქვთ და ცოტა დიდ კომპანიებს აქვთ ამის პრაქტიკა. ეს არის რომ წარმოიდგინეთ აფსესა და ორდინათა ღერძზე განლაგებული ორგანზომილებიანი შეფასება, როდესაც მენეჯერები თანამშრომლებს აფასებენ პერფორმანსისა და პოტენციალის მიხედვით. და პერფორმანსის და პოტენციალის მიხედვით, იმის მიხედვით, როგორ განთავსდებიან ეს ადამიანები ამ სკალაზე, არის 9 უჯრა, ასე ვთქვათ. და ამიტომ ქვია 9 grid box-ი. და მე განვიხილავთ თითოეულ უჯრას თვითონ პროცესში ძალიან დეტალურად და თითოეულ უჯრას აქვს თავისი სტრატეგია, ასე ვთქვათ, როგორ უნდა მივუდგეთ, როგორ უნდა ვამოტივიროთ, ისიც კი რამდენი ფული უნდა დავხარჯოთ, აი მაგალითად ჩვენ თუ გვაქვს რაღაცა n თანხა, მთელი ამ n თანხის 100% რომელ უჯრაზე როგორ გავანაწილოთ იმისათვის, რომ განვითარების ბიუჯეტის ხარჯვა იყოს ეფექტიანი.
ასევე ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება, იცოდეთ მემკვიდრეები რო ვახსენეთ succession planning-ი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, იმიტომ რომ აქ ხდება ერთ-ერთი კუბიკი, მაგალითად, მაღალი მარჯვენა უჯრა არის თარების უჯრა, ესენი არიან ადამიანები, აი ამ ვარსკვლავების უჯრა, რომლებიც არიან უკვე მზად იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯები გადადგან, განვითარდნენ, დიდი პოტენციალი აქვთ და ჩვენ აქვს საშუალება, რომ ვიფიქროთ ამ ადამიანებზე, სად, როგორ და რა მიმართულებით განავითაროთ, როგორც პროფესიული, ისე კარიერული თვალსაზრისით. და ეს ინსტრუმენტი მოკლედ ძალიან ბევრ საინტერესო insights და ხედვას გვაძლევს, როგორ განავითაროთ ეს ადამიანები, რა მიმართულებები მივცეთ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ახლა შემდეგ რა გვაქვს, ხო, ეფექტური უკავშირი. ესე იგი, ეფექტურ უკავშირზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ამის გამოცდილება ალბათ ყველას გაქვთ, რომ რაც არ უნდა ფინანსურ, მატერიალურ мотиваციაზე ვისაუბროთ, აბსოლუტურად ყველაფერი თითქმის წყალში გადაყრილი იქნება ეფექტიანი უკავშირის გარეშე. რას გულისხმობ აქ, რომ თავიდან, როდესაც რაღაცას ტესტავთ, მაგალითად, პერფორმანსის მართვა იქნება თუ ასე შემდეგ, შეიძლება რომ სრულიად არ მივაბათ მატერიალური წახალისება. ეს კომპანიის გადასაწყვეტია, ეს იმის მიხედვით, იმიტომ რომ თავიდან რაღაცები, რადგან ძალიან რთული პროცესია და მასშტაბური და რაღაცა ბევრი რამეა გასათვალისწინებელი უამრავი რისკი, შეიძლება ეს გავაკეთოთ ხოლმე საპილოტეთ. ეს საპილოტე შეიძლება რაღაცა მიმართულებით გავაკეთოთ, შეიძლება მთელ კომპანიაში, შეიძლება მხოლოდ რაღაცა ზედამენეჯერულ რგოლზე და ასე შემდეგ. მაგრამ ეფექტიანი უკავშირი მიცემული ორმხრივი, რა თქმა უნდა, ამ შეფასების სისტემის მერე არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და მთელი ეფექტიანობა და მომავალი წლის დაგეგმვა ძალიან ღირებულად არის დაფუძნებული ამ ეფექტიან უკავშირზე. და ამაზე ვისაუბრებ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ამის გარეშე არანაირი მომოტივირებელი სისტემა არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორც ამ უკავშირს გამჭვირვალე კომუნიკაციას ორმხრივს აუცილებლად უჭირავს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ყოველდღიურობაში. და ალბათ გეცოდინებათ, რომ ადრე უკავშირები იყო ესეთი, რომ მაგალითად თან ხვდებოდით, რომ წელიწადში ორჯერ ვაკეთებთ, ან მაქსიმუმ კვარტალში ერთხელ ვაკეთებთ, ეხლა ნებისმიერი თანამედროვე მეთოდოლოგია გეტყვით, რომ უკავშირი უნდა იყოს სწრაფი და მყისიერი. ან მე არ უნდა ველოდო, მაგალითად ივლისში რომ აქ უკავშირები გასაკეთებელი კალენდარში რომ მიზის და ასე რო არის ჩემი ციკლი განაწილებული, მე არ უნდა ველოდო ივლის და ადამიანი როდესაც რაღაცას ძალიან კარგად ამ პირიქით არც ისე კარგად გააკეთებს, აუცილებლად უნდა გავუზიარო და მოკლედ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ ალბათ თვითონ სტრუქტურის აგებაში შეიძლება ვისაც გააქვთ მენეჯმენტის გამოცდილება იცოდეთ, რომ ადამიანს თუ არა აქვს იმის საშუალება, რომ თავის დაირექტ დაქვემდებარებულს ან უშუალო დაქვემდებარებულს კვირაში 9 საათი მაინც დაუთმოს, ეს ნიშნავს, რომ მისი დაქვემდებარებულების რაოდენობა ეფექტიანი სტრუქტურისთვის აღემატება რაღაცა ნორმას. ანუ რა იგულისხმება, რომ აბსოლუტურად ყველა მენეჯერს უნდა შეეძლოს 9 საათი თავის დაქვემდებარებულს დაუთმოს და თუ ვერ უთმობს, მაშინ ესე იგი შუალედური რგოლი არის გასაჩენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ასე ვთქვათ, უკავშირი და რა თქმა უნდა, მე ივლისშიც უკვე შეკრულს, გაერთიანებულს, გამთლიანებულს, მნიშვნელოვან ასპექტებზე აწყობილს კიდე გავაკეთებთ უკავშირს და კიდე შევხდებით ამის მერე როგორ განვავითაროთ ერთმანეთი. მაგრამ ეს მყისიერი და პერმანენტული მუდმივი უკავშირები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ამ უკავშირების მერე, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვიწყებთ და ნაწილი არის იმის, რომ ვისაუბროთ პიროვნული განვითარების გეგმაზე, ანუ თანხმდებით ცალსახად, რა არის განსავითარებელი, რა არის ძალიან კარგად განვითარებული და რა იდენტიფიკაციას ვაკეთებთ ძალიან ადეკვატურად და ვისახავთ, იმიტომ რომ განსავითარებელი შეიძლება ბევრი იყოს, დრო და რესურსი არის შეზღუდული და უშუალო უფროსი და უშუალო დაქვემდებარებული თანხმდებიან პრიორიტეტების მიხედვით, განვითარების ლეველის მიხედვით, ასე ვთქვათ და იმ წელს არსებული მიზნების მიხედვით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი
და აქაც ისევ smart-ის თემას დავუბრუნდებით და ვფიქრებით კი ბატონო კონკრეტულ რაღაცებზე რომ ანუ ძალიან კონკრეტულ რაღაცაზე უნდა არა ის რომ უბრალოდ ეთუნა შენ იცი რა კომუნიკაციური უნარები განსავითარებელი ასეთ რაღაცას აქაც თანხდებით ძალიან კონკრეტულ რაღაცაზე რაში გჭირდება ჩემი როგორც მენეჯერის დახმარება რა მაგალითად რა კურსი უნდა გაიარო და ასე შემდეგ როდის უნდა დაასრულო თუ რამე სერტიფიცირებაზე ალაპარაკი და ასე შემდეგ ძალიან კონკრეტულ დროში გაწერილ და სპეციფიურ თემებამდე მივდივართ აქაც და მოკლედ როგორც ყველგან ეს smart-ის ინსტრუმენტი არის ყველგან გამოყენებადი თუ არ არის ესეთი სპეციფიური ისევ თანხდებით რომ ისევ ძალიან დიფუზური და რაღაცნაირი გაბლარული შეიძლება იყოს ჩვენი შეთანხმება რა მაქვს ეს განსავითარებელი იმიტომ რომ თუნდაც ის მე როგორ განავითარო კომუნიკაცია და ჩემი უფროსის ხედვა მე როგორ უნდა განავითარო კომუნიკაცია შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ კონკრეტულ თემებზე შევჯერდეთ და მე ვიწყებთ თუ შეიძლება სანამ ვიტყვით კიდევ ერთხელ გავუსმევ ხას რომ პრინციპში ახლა რომ მიყვებით რომ უსმენთ პრეზენტაციას ციკლი პროცესი სამსახურშადაც იქნებით ეგრე ესე უნდა მიყვებოდეს ანუ ჯერ შეფასება კეთდება მერე უკავშირი კეთდება მერე იგეგმება პიროვნული განვითარების გეგმა ეხლა რაზეც ვსაუბრობთ ხო ანუ ეს არქმაშიც ვთქვათ ვისაც არ გქონიათ შეხება და ასე შემდეგ ამ ნაწილზეც კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას რომ იმიტომ რომ გქონიათ ჩვენ მსგავსი კითხვები რომ აი მიმდევრობა როგორ არის სწორი და მიმდევრობის მიხედვით გვაქვს აწყობილი პრინციპში ეს ინფორმაციასაც ლოგიკურად გიზიარებთ შემდეგ არის განვითარების სტრატეგია. განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი თავიდან მნიშვნელობაზე, იმიტომ მომახვილებთ ყურადღებას, რომ არის კომპანიები, სადაც გათამამებული ვართ, მაგალითად ამ მიმართულებით ბიუჯეტით და შესაბამისად არ გვიწევს ამის მტკიცება, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად სწორია რომ განავითაროთ სწორი ადამიანების სწორი მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ არის კომპანიები, სადაც ამის მტკიცება გვიწევს და ამის მიტანა სწორად მენეჯერებამდე, ტოპ მენეჯერებამდე და ასე შემდეგ, ანუ იმ ადამიანებამდე მოკლედ ვინც უნდა იყვნენ სპონსორები. და ამიტომ კაია რომ აქ ამას მოусმინონ იმ ადამიანებმა და არ არის ნახა საჭიროა. ნამდვილად და საჭიროებების ანალიზი ეგრეთ წოდებული ჩვენ need assessment-ი ესეც მოიხსენიებთ ხოლმე TNA ესეც მოიხსენიება ხოლმე არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ერთი არის მე რას ვფიქრობ ჩემ მენეჯერებზე ჩემ თანამშრომლებზე მეორე არის ისინი რას ფიქრობენ თავის თავზე და მოკლედ ეს სრული კომბინაციით კეთდება ხოლმე ეს კვლევაც ერთი რომ თავიდან შეიძლება ძალიან მარტივად Google ფორმის საშუალებით ჩაუშვათ ინდივიდუალურად ყველა ადამიანთან რა თქმა უნდა არა ანონიმური და არა კონფიდენციალური კვლევა რომ რა გინდა შენ სად გინდა რომ განვითარდე რა ტრენინგი გინდა რა მოკლედ ასე შემდეგ და ამ კითხვარებსაც ჩვენ აუცილებლად ერთად შევადგენთ და ერთად დავტესტავთ ისევ თქვენივე თანამშრომლებთან და მას მერე ვაკეთებთ ამის ვალიდაციას ასე ვთქვათ მენეჯერებთან აი მაგალითად მე რომ 18 დაქვემდებარებული მყავთ მერე ჩემთან მოდის ვთქვათ ტრეინინგების მენეჯერი და მეკითხება რომ შენ დაქვემდებარებული ესე და როგორ დავაპრიორიტეტოთ როგორ დავალაგოთ და ასე შემდეგ ვეთანხმები თუ არა და არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც ხანდახან რაოდენობრივი კვლევა არ არის საკმარისი და მივდივართ თვისობრივ კვლევაზე და ვაკეთებთ ამ ფოკუსურ ჯგუფს, ან ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, იმიტომ რომ სწორად დავადგინოთ რა არის დასაიდენტიფიცირებელი, ანუ რა პრობლემები გვაქვს და რაში გვჭირდება მოკლედ ეს ტრენინგები. ასე რომ ორივე მეთოდი, როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევა ამ თემაში არის ძალიან გამოსაყენებელი. და მე აუცილებლად ვაკეთებთ ამის ვალიდაციას, მე რა თქმა უნდა ტოპ მენეჯერებამდე მივდივართ, იმიტომ რომ ეს ძალიან მრავალფეროვანი და დიდი სპექტრი შეიძლება იყოს ეს საჭიროებები, რომელიც აქ დავინახეთ და რა თქმა უნდა მე მივდივართ ბიუჯეტამდე, მე მივდივართ დროით რესურსებამდე და ასე შემდეგ და ვაპრიორიტეტებთ მნიშვნელოვანების, შესაძლებლობების, სტრატეგიული მიზნების მიხედვით. და ისევ კიდევ ერთხელ ვამბობ, მენეჯერები ესეთ პროცესში არიან ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც გვეხმარება ამ პროცესის ეფექტიანად. ხო, საჭიროება შეიძლება თანამშრომლისგან გავარკვიოთ, მაგრამ მენეჯერის ჩართულობა რამდენად
ანუ მოკლედ რაღაცის სურვილი თანამშრომელს შეიძლება კონდეს რომ განივითაროს, მაგრამ უფრო პრიორიტეტების ნაწილში მენეჯერი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ობიექტური იყოს ეს და მხოლოდ ერთი მხარის დანახული არ იყოს ეს საჭიროება, ხო? და ამ ახლა HR-ს ყველა მიმართულებაში და ყველა დეპარტამენტში ვერ ეწოდინება პერფორმანსის მიხედვით და შედეგების მიხედვით ის საჭიროება უფრო მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მოკლედ მარტო HR-ი და კვლევა ამ საკითხს ვერ განაწყვეტენ, გჭირდება ჩართული ხალხი. მოტივაცია, ნუ მიცემებზე ისაუბრე ხო უკვე რაღაც მოტივაციაზე ძალიან სიღრმისეულად შევალთ ამ პროცესში ვისაუბროთ მასლოუზე, ჰერცერზე, ბრუნზე, საერთოდ სამოტივაციო სქემებზე, სად რა მუშაობს ასე შემდეგ და აქაც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ რომ ეს რაღაცები ძალიან ფარავს ერთმანეთს, ვისაუბრებთ ჩინაგან და გარეგან მოტივაციაზე და შეიძლება დენიელ პინკის ძალიან საინტერესო წიგნი არის ხელმისაწვდომი ქართულ რეალობაში, ქართულად ნათარგმნა შეიძლება გაქვთ კიდევაც, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანი იყოს შინაგანად მოტივირებული და არ იყოს მხოლოდ იმ გარეგან წახალისებებზე დამოკიდებული, რაც შეიძლება რომ მიიღოს მოკლედ გარედან და აი იმ ავტონომიის ხარისხზე, იმ სამ სპილოზე ასე ვთქვათ, რაზეც დგას, ეს არის mastery, autonomy და შესაბამის, ანუ რა დონეზეც აქვს ადამიანს mastery, იმ დონეზე რომ უნდა ქონდეს აუცილებლად autonomy და რა თქმა უნდა გააზრებული რომ უნდა ქონდეს რას ემსახურება, რა არის ის purpose, რაში მონაწილეობასაც იღებს და რა არის მისი თითეული ნაბიჯის ეფექტი დიდ მიზანზე, რასაც მაგალითად კომპანიაში ვემსახურებით. და ეს თემა არის ჩემიც და ლიკასიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრ დიდ ცოდნას გაძლევთ. აი, თქვენ შეგიძლიათ ესე წარმოიდგინოთ, რომ კარგად თუ არის ჩატარებული თანამშრომლების engagement-ის ან კმაყოფილების როგორც გინდათ ისე დავაკოთ უფრო engagement-ის კვლევას ვეძახით, ანუ ჩართულობის კვლევას. ეს თუ სწორად არის ჩატარებული და გაანალიზებული, მთელი ჭყალებში ვიტყვით, რუსულს გვაპატიეთ ეს არ გავაკეთე, აი მთელი guideline-ი გაქვთ იდეაში რა არის კომპანიაში გასაკეთებელი. ანუ ყველაფერზე ინფორმაციას გაძლევთ, სწორად შედგენილი კითხვარი და აი ამ სწორი ანალიზის საფუძველზე თქვენ თავში გაიხატება action plan-ი, რა არის გასაკეთებელი, როდის არის გასაკეთებელი, რატომ არის გასაკეთებელი, ამის ცვლილება რა ეფექტს მოიტანს და ასე შემდეგ და ეს ვიცით, რომ აუცილებლად კეთდება პერიოდულად, თუ რაღაცა სერიოზული რაღაცა ისინია ყევებია კომპანიაში წელიწადში ორჯერ შეიძლება გავაკეთოთ, უკვე დასტაბილურებულ სიტუაციაში წელიწადში ერთხელ არის სრულიად საკმარისი და აუცილებლად შეფასების კრიტერიუმათაც კი შეიძლება ტოპ მენეჯმენტისთვის გამოვიყენოთ ადამიანების ბედნიერების ინდექსი ან ENPS-ი, რასაც Employee Net Promoter Score-ს ვეძახით, ანუ არიან თუ არა ისინი ჩვენი პრომოუტერები, ანუ ამბასადორები და ასე შემდეგ და უნდა ვიცოდეთ, რომ HR-ის თემა არ არის მარტო ეს. აი, მე მაგალითად ძალიან მიხარია, რომ ჩემ კომპანიებში, სადაც მე მიმუშავია, ყველა ტოპ მენეჯმენტს გააზრებული ქონდა, რომ მარტო ეთუნას KPI-ში კი არის და ENPS-ი, ანუ ჩემი თანამშრომლის Net Promoter Score-ი ან ბედნიერების ინდექსი, არამედ ყველა დირექტორის KPI-ში, ანუ ყველა ადამიანი, როგორც კლიენტების კმაყოფილებაზე უნდა ვიზრუნოთ და მომსახურე სფეროში, ეს არის უპირველესი მნიშვნელოვნების კრიტერიუმი, ესევე არის თანამშრომლები, იმიტომ რომ ჩვენ ბედნიერება კლიენტებს შეგვიძლია მივანიჭოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლებს ვანიჭებთ ბედნიერებას. ანუ ჩვენ თანამშრომლები თუ ბედნიერები არიან და კარგად არიან, ისინი აუცილებლად კარგად მოემსახურებიან კლიენტებს და თუ ჩვენ ჯერ თანამშრომლებზე ავზრუნოთ, ძალიან გაგვიჭირდება ამ თანამშრომლების საშუალებით ვიზრუნოთ კლიენტებზე. შესაბამისად, თანამშრომლების ჩართულობის ინდექსის კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო დიაგნოსტირების ინსტრუმენტი და ამის გარეშე არის ბნელოთ ახშირა შეხვდა ცოტა ხელების ცეცებით რომ დაიწყეთ რაღაცა პროცესი და ეს არის ნათელი მიმართულების მიმცემი და სწორი
guideline-ი ასე ვთქვათ. ხო, და ხანდახან შეიძლება ბოდიში ნეტო, მაგრამ ხანდახან შეიძლება ეგონოს მენეჯმენტს რომ ბნელ ოთახში არ დაგის, იმიტომ რომ იცის პრობლემების შესახებ, ხო? ანუ კმაყოფილების კვლევაში კმაყოფილებასაც ვადგენთ, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, ანუ სად გვაქვს ისეთი ცხელი წერტილები, რომელსაც უნდა ვიმუშაოთ, ხო? იმისათვის რომ თუ სადმე რომელიღაცა მიმართულება ან რომელიღაცა სფეროში უკმაყოფილოა ხალხი, ამაზე რაღაცა რეაგირება მოვახდინოთ და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს შეიძლება გვეგონოს რომ ვიცით რაღაცეები, მაგრამ არ ვიცოდეთ. აი ეს სუფთა კვლევითი მიწკვლევებში ერკვევა, ხშირად ხდება ხოლმე ეს ბაიაზი, ასე ვთქვათ, რომ გონია რომ აი შენ ზირგვლივ ბაბლში, რა ვიცი, 10 და 20 კაც თუ ასე გგონია, გონია რომ მოცემულობა ასეთია და რომ გააკეთო თლიანად რეპრეზენტაბელური ვთქვათ მთელი საქართველოსი პირობითად ვაგობ თუ საქართველო გაინტერესებს აბსოლუტურად სხვა შეიძლება აღმოჩნდეს რომ შე როგორც ვფიქრობ ეს არის 10% და დანარჩენი 90 სხვანაირად მაგრამ შენს გარშემო ტრიალებს მსგავსი ხალხი და ამიტომ გგონია რომ 90% შენაირად ფიქრობს იგივე შეიძლება მოხდეს კომპანიაში ანუ ტოპ მენეჯმენტს და მენეჯმენტს ძირითადად ხედვა ერთი აქვს მაგრამ middles და უფრო დაბლა შეიძლება აბსოლუტურად სხვა აღქმები ქონდეს, თქვათ ერთი და იგივე მოცემულობის. ამიტომ ეს მოკლედ მნიშვნელოვანია. შეიძლება იგონოთ, რომ არაც ეცემა ხელებს ბნელ ოთახში, მაგრამ რეალურად კვლევის გარეშე აცეცებენ. უბრალოდ მნიშვნელოვანი აგრეთვე ისიც არის, რომ ამ კვლევაში გამოჩნდეს ის, რაც გამოსაჩენია. ეგ არის კიდე ერთ-ერთი პოზიტივი გამოწვევა. ხშირად არაზიარებს ხალხი სხვადასხვა ფაქტორების გამო, შიშის, მოკლედ რაღაცების გამო და ესეც ერთ-ერთი ამოცანა არის, როგორც HR-ის, ასევე მენეჯმენტის, რომ შექმნას ისეთი გარემო, სადაც იმ რაღაცა დისკომფორტების და უხილის გაზიარება შესაძლებელი იქნება იმ შიშის გარეშე, რომ რაღაცა ცუდი მოყვება შემდგომ ამას. ხო? ჩავერთე მოვითმინე. პირიქით განსხვავება მე ძალიან ყოს ჩართვები და ხო და მე მოდის ამას რომ გავარკვევთ ამ ყველაფერს მე მოდის ჩართულობის სტრატეგიები. ნუ ამაზე ძალიან არ შევჩერდები, იმიტომ რომ ცალსახარო, როდესაც გავარკვევთ რა გვაქვს პრობლემა, მე უნდა ვიფიქროთ როგორ ვუმკურნალოთ ამ ყველაფერს და ძალიან დიდწილად ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე რა ამოვიდა ჩვენ შედეგებში და შესაბამისად ამასაც პრაქტიკულად გავაკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ამ კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, რომ პირდაპირ მოიტანოთ ეს, ანუ კითხვას გავაკეთებთ ერთად, თქვენ საპილოტო ჯგუფზე გააკეთებთ ამ კითხვას, მოიტანთ და მე ერთად ვიმსჯელებთ, გავაანალიზებთ, როგორ შეიძლება უშუალოდ რა შეიძლება არის გამოსასწორებელი, რა ქმედებები არის დასაგეგმი და ასე შემდეგ და ანუ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რომ ამ კვლევას იმიტომ კი არ ვაკეთებთ რომ უბრალოდ რაღაცები გავარკვევთ და Excel-ს თაროზე შემოვდეთ, არამედ იმისთვის რომ პრაქტიკულ კონკრეტულ ქმედებებამდე მივიდეთ, ესა თუ ის პრობლემა რომელიც კვლევამ დაგვანახა, როგორ შეიძლება რომ გამოვასწოროთ. ამ პირიქით რაღაცა სადაც დაგვანახა რომ ძალიან კარგად ვართ, როგორ შევინარჩუნოთ რომ ასევე კარგად ვიყოთ მომავალშიც და კიდე უფრო გავაფართოთ, თქვათ ეს არეალი. ასე რომ ეს ძალიან ესეთი ერთად სამუშაო პროცესია და ამაზე ხო, აქვე იმას დავამატებ, რომ თუ მზაობა არ არის კომპანიაში, რომ ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით რამე გააკეთოს, ჯობს არ გააკეთონ, იმიტომ რომ ანუ მას შემდეგ რაც ხალხს გამოკითხავ და გაგიზიარებენ მათ წუხილს, თუ არანაირი რეაქცია არ მოყვა, ეს დემოტივაციას უფრო გამოიწვევს და მაშინ ჯობს რომ არ გავაკეთოთ და როდესაც იქნება მზაობა მენეჯმენტში და კომპანიაში, მაშინ გაკეთდეს ეს ყველაფერი. აი წეგან თქვა თუნდაც თაროზე არ შემოვდოთო, არსებობს ამისი ძალიან ბევრი მაგალითი, რომ აკეთებენ იმისთვის, რომ შემოდონ თაროზე და მართლაც ჯობია რომ არ გააკეთო, იმიტომ რომ ძალიან
ის არის ნეგატიურად მოქმედებს. უბრალოდ HR-ის გაიდლაინებში და სახელმწიფოებში წერია რომ მნიშვნელოვანია და ორგანიზაციული კვლევა და იციან რომ უნდა გააკეთონ, ოღონდ მე რა უნდა მოხდეს, ამას აღარ მიყვებიან რა. ხო და მაგას ვამბობ ზუსტად რომ ჯობია გაიდლაინში და კი გავიგე რომ წერია, მაგრამ მე იმდენად შეიძლება დააზარალოს კომპანია რომ ჯობია სექტორ გაკეთდეს და დაისკიპოს ეგ გაიდლაინში გაწერილი ისა პუნქტი. და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად პერფორმანსის მართვაში და გეცოდინებათ ალბათ ძალიან ბევრი სტატია არსებობს და გელაპი, რომელიც არის ძალიან ცნობილი კვლევითი კომპანია, სულ აკეთებს აქცენტს ჩართულობის ზრდა, როგორ უწყობს ხელს ეფექტიანობის დასს კომპანიაში და იგივე მაგალითად თქვენ თუ გჭირდებათ მენეჯერებთან გამოითხოვოთ ბიუჯეტი ჩართულობის ზრდაზე, პირდაპირ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები გელაპის კვლევის მიხედვით, როგორ აისახა ჩართულობის ზრდა, ეფექტიანობის დასზე, სეილების ზრდაზე, კლიენტების კმაყოფილების დასზე და ასე შემდეგ და ეგ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძალიან მყარი არგუმენტი, იმიტომ რომ ფინანსური დირექტორისთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ფინანსური მაჩვენებელი და ხელჩასაჭიდი რიცხვობრივი განმტკიცება ამისი და გელაპის კვლევა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში და საოცარი რაოდენობის რესპონდენტებზე აკეთებს ამ კვლევას, პირდაპირ ცალსახად და პერიოდულად სულდებს ამ კვლევის შედეგებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკლედ თანამშრომლობის ჩართულობა. დიახ, მე მქონდა ერთი კითხვა. ამ რაოდენობრივი კვლევის მონაცემებს რისი საშუალებით ამუშავებთ? მაგალითად, ფსიქოლოგიაში SPSS-ის პროგრამა გამოიყენება ხოლმე ძალიან ხშირად და Excel-ი არის ფანტასტიკური. მაგით მომდოდა წერან რომ დამატებით ბონუსი არის ამ კურსის, რომ ბევრ რაღაცას ვაკეთებთ Excel-ში და Google Sheet-ში და ვისაც არ გიწევთ შეხება, მოკლედ ამასაც ისწავლით ამ ნაწილში, თუთ რომ წაფებით ხო კი და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ რომ ადრე როგორც კადრებს გვეძახდნენ ასევე ითვლებოდ რომ HR-ები ჰუმანიტარიები უნდა ვიყოთ და დაივიწყეთ მეგობრებო იმიტომ რომ არითმეტიკა მე არ ვამბობ არც უმაღლეს მათემატიკაზე და არც ტრიგონომეტრიაზე არითმეტიკა და Excel-ი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტი და არ გეგონოთ რომ Excel-ი არ დაგჭირდებათ ყველაფერი ეს მოკლედ მუშადება Excel-ში პერფორმანსის მართვისთვისაც აუცილებლად დაგჭირდებათ Excel-ი კვლევისთვისაც აუცილებლად დაგჭირდებათ Excel-ი და ნებისმიერი ანალიტიკის გაკეთებისთვის გადინების მაჩვენებელი იქნება ის სიკლიվების აი ნებისმიერი ანალიტიკა რაც არის და მაგაზეც აუცილებლად ვილაპარაკებთ რა არის ის კრიტერიუმები რასაც უნდა ვუყუროთ დათვალადი პარამეტრები რომ ანალიტიკა ასე ვთქვათ ვიცოდეთ რომ სწორი გზით მივიდივართ, ყველაფერში დაგჭირდებათ Excel-ი. დიახ, კიდევ მქონდა ერთი კითხვა. აი ამ კითხვებს თავად ვადგენთ თუ კონკრეტული რაიმე კითხვებით ხელმძღვანელობთ? როგორ არის, იცი, ჩვენ განახებთ აი ამ კურსის პროცესში უკვე აპრობირებულ რამდენიმე ძალიან კარგ კითხვას, მაგრამ აქაც ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ხო არის ესეთი ძალიან ცნობილი ფრაზა best practice-ები. Best practice-ები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არსებობს. ანუ საუკეთესო პრაქტიკები და გელაპის საუკეთესო კითხვარი, რომელსაც 10 წლეულები უკვე ამუშავებს. მაგრამ ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სპეციფიური ინტერესების გათვალისწინება. და პირდაპირ ვამბობთ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ შეიძლება ჯერ თვისობრივი კვლევის ჩატარება და ფოკუსური ჯგუფის ჩატარება ჩვენივე თანამშრომლებში იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ეს ინსტრუმენტი გელაპის კითხვის სიტყვაზე ხელში გიჭირავთ და გააქვთ რაღაცა გამზადებული, მაგრამ შეიძლება თვისობრივი კვლევიდან ძალიან საინტერესო კომპონენტი ამოვიდეს თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის სპეციფიური და დამახასიათებელი და საინტერესო რა კითხვასაც მაგალითად მე რაოდენობით კითხვაში დაამატებთ, ან დააკორექტირებთ, ან ცოტა შეცვლით. და ან ასე შემდეგ, მაგრამ ინსტრუმენტებს ჩვენ რა თქმა უნდა გაგიზიარებთ, უბრალოდ მან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სპეციფიური ინტერესების სიტუაციის ღირებულებების ატმოსფეროს გათვალისწინებით დააკორექტიროთ და მოიგოთ თქვენზე. დასაგებია მადლობა. პირიქით დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის. კიდევ ხომ არ არის რამე კითხვები, სანამ გადავალ უფრო ტექნიკურ ნაწილზე კურსთან დაკავშირებით. მეგობრებო, ვინც თავიდან ახსენეთ ასევე რომ გაქვთ კომპანიაში. კი, გისმენთ იადა. ბოდიშით გაწყვეტინებთ. არავ. მე მოქვს ერთი კითხვა და რჩევაც მიჭირდება.
ანუ მაინტერესებს თქვენ მაგალითად თუ გაქვთ რაიმე კურსი, რომელიც უფრო მეტად დატვირთული იქნება ხარისხის მართვის მიმართულებით. ან თქვენ თუ არ გაქვთ მსგავსი კურსი, ვის მირჩევდით? ხარისხის მართვაში რას გულისხმობთია? თქვენ ეთნოს მიმართავ, როგორც ვიცი, არქის ჰედი ხართ და გაერთიანებული არის როგორც HR სამსახური, ასევე ხარისხის მართვის მიმართულება. ანუ მე ხარისხის მართვის მიმართულებითაც ვმუშაობ. და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გულისხმობ, ხო? მომსახურების ხარისხი. კი ბატონო, customer experience. დიახ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა პერიოდის შემდგომ, აი როგორც ახლა HR-ში არის ეს კურსი და გადავემზადები ხოლმე პერიოდულად და რაღაც ახალ ინფორმაციებს ვიღებ, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ხარისხის მიმართულებითაც ტრენინგი გავიარო. ამ ეტაპისთვის ხა ჩემი დაინტერესება უფრო მეტად ხარისხზე მოდის. და ამ მიმართულებით თუ თქვათ, გექნებათ რაიმე რჩევა ტრენინგის სახით, სიამოვნებით მივიღებდი. მე მგონია რომ მაკოს თავში ახლა რაღაცა იდეები გაჩნდება. თან გავხსენი, ან გუშინ გქონდა ზუსტად შეხვედრა, ცალკე კურსს გეგმავთ თვითონ სტრატეგიული დაგეგმარება და ახსრულება და იქ არის რისკის მენეჯმენტში და ISO-ს მიხედვით არის ერთი ლექცია არის ამაზე, მაგრამ არის მოკლედ პოტენციური რისკების სტრატეგიული ახსრულების დროს აი მაგ დროს მოკლედ ISO-ს მიხედვით იქნება პრაქტიკები გატარებული თავისი დისკუსიით და ამბებით ISO-ზე დაყრდნობილი და ეხლა 10 შეხვედრიანი სასწავლო პროგრამა არის სამშაბათს გვექნება მზად და შეგიძლიათ ინადევნოთ თვალი ნახოთ სილაბუსი და თუ შეესაბამება თქვენს ინტერესებს შემოგვიერთდეთ. კი ბატონო, აი ასეთი თქვათ თუმცა ცალკე ხარისხზე არის. დიახ, აი ზუსტად ეს მაინტერესებს, ანუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ცნობილი არ არის საქართველოს მასშტაბით თუ არის მსგავსი კურსი. ანუ არ ვიცი იდეის დონეზე შეიძლება მოგაწოდოთ. დიახ, კარგი იქნებოდა რომ გეკეთებინათ სიამოვნებით დავესწრებოდი, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ძალიან იშვიათად უბრალოდ ფაქტობრივად არც არის კურსი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ამ კურსის ჩაშრობა. მადლობა რჩევისთვის და ინიციატივისთვის. გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ზოგადად ვაფართოვებთ ამ მენეჯმენტის მიმართულებით სასწავლო პროგრამებს. ლიკასაც გაეღიმა, ამზადებს ძალიან მაგარ კურსს. ორ კურსს ვამზადებთ კიდევ HR-ის მიმართულებით, მეგობრებო და საშუალო რგოლის გამაძლიერებელ კურსს ვამზადებთ ასევე და დაელოდეთ სიახლეებს მოკლედ ჩვენგან. მუდმივად მუშაობთ ახალ პროდუქტებზე, რომლებიც არის ნაწილი დამწყებებისთვის, ნაწილი უკვე შემდგარი მენეჯერებისთვის, რომელსაც სურთ კომპეტენციების გაძლიერება. ძალიან კარგი. მადლობა ძალიან დიდი. მე იმას ვამბობდი, რომ ვინც დასაწყისში აღნიშნეთ, რომ დანერგილია თქვენს კომპანიაში, აი როგორც ნახეთ, სული ციკლი გავიარეთ. ეს ყველაფერი დანერგილი გაქვთ თუ რამე არის თქვათ, რაც მომხვდათ თვალში, რომ ჯერ არ გაქვთ თქვენს კომპანიაში დანერგილი და საინტერესოდ მოგეჩვენათ, ესეც გაგვიზიარეთ, გაგვიხარდება. აბა ჩაგვერთეთ, ვისაც უკვე გაქვთ კომპანიაში დანერგილი. რაღაც აქტიურობა არ არის. მე მოქვს ერთი კითხვა ისევ, მაგრამ არ ეხება HR მენეჯერის პოზიციას, უფრო მეტად რეკრუტინგის მიმართულებით არის. ანუ ამ ეტაპზე გეგმავ ჩემ კომპანიაში, რომ ვაწარმოო ბაზა, რეკრუტინგის ბაზა. კადრების შერჩევის ეტაპზე, თქვათ გადავდო ის რეზიუმეები, რომელიც ჩემთვის მომავალში შეიძლება რომ იყოს რელევანტური. ანუ მე მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე პროგრამა, რითაც შემიძლია ვიხამძღვანელო გარდა Excel-ის, ამიტომ რომ Excel-ი ჩემთვის რაღაც კი ბატონო, მისაღებია აბსოლუტურად, თუმცა ანუ პროგრამაში თუ იქნება შესაძლებლობა რა თქვა დავმუშაოთ, ან რაიმე პროგრამა არსებობს, ამ მიმართულებითაც სიამოვნებით მივიღებდი თქვენ რჩევას. ბევრი სოფტი არსებობს, ერთ-ერთი Helios, მე მგონი კარგი საინტერესო გაქვს Helio, ხო? ჩვენი ცოტა ისეთი კომპლექსური სოფტი გვაქვს, არ მგონია რომ ანუ ძვირადღირებულიც არის და მარტო ბაზის იმისთვის რომ უბრალოდ ბაზა აწარმოოთ არ იქნება საინტერესო, მაგრამ
ჰელიო მე მგონი შეიძლება ჰელიო შეგიძლიათ გამოიყენოთ თან არ ვიცი ხსენიათ თუ არა პირველი ინსტრუმენტია რომელიც artificial intelligence ანუ AI-ს იყენებს რეზიუმეების გადარჩევის პროცესში ასე ვთქვათ და თან რა თქმა უნდა როგორც ნებისმიერი artificial ანუ ხელოვნური ინტელექტი არის დახვეწადი და თქვენს ინტერესებზე მორგებული და ის თუ თავისი რაღაცა ტვინით მოდის ასე ვთქვათ თქვენთან მერე აეწყობა თქვენს პრიორიტეტებზე და თქვენს შეფასებებზე და ასე შემდეგ და საკმაოდ ხელმისაწვდომია შედარებით რაღაცა ისეთ სოფტვერთან შედარებით და შეგიძლიათ მიმართოთ ჰელიო AI ქვია ამ სოფტს და სულხან სახვაძე არის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მოკლედ და მას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ძალიან საინტერესო ანუ თამაშის ისიც ქონდათ შერჩევის პროცესში ჩართული IQ-ს მაიდენტიფიცირებელი IQ-ს არა personality-ს ასე ვთქვათ პიროვნული თვისებების მაიდენტიფიცირებელი ინსტრუმენტის ჩაშენებას აკეთებდნენ მოკლედ როგორც მეკონდაქტე მოკლედ საინტერესო განსხვავებული ინსტრუმენტია ქართულ ბაზართან ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს შორის და თან შედარებით ხელმისაწვდომი ფინანსურად ხო ია გაგიზიარეთ Facebook-ის ლინკი და მანდ გადახვალთ უკვე სხვა არხებზე რაც დაგაინტერესებთ ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა სოფლიოს მასშტაბით ამ პროექტმა და დაფინანსებებს და მოკლედ დიდ ბუმში არის წარმატებების ბუმში არის მოკლედ ეგ პროექტი გაიცანით აუცილებლად კურსის ტექნიკური დასასრულია და მაპატიეთ მეგობრებო საკმაოდ ისეთ უნდა გავიდე მოკლედ უნდა დაგტოვოთ და ძალიან სასიამოვნო იყო უღრმესი მადლობა დაინტერესებისთვის ჩართულობისთვის და მადლობა რომ მოკლედ ეს თემა უფრო და უფრო ისეთი ხდება მოკლედ მოთხოვნადი და გვინდა რომ გადავინაცვლოთ რაღაცა HR-ის უფრო რაღაცა უფრო ინტელექტუალურ სფეროებში ასე ვთქვათ და ვიყოთ არა მარტო შემსრულებლები და არა მარტო რაღაცა ტიპის ინფორმაციის გამტარები. მადლობა ბედნიერ მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ძალიან დიდი რომ გადავიკვეთებით კიდე და მაპატიეთ რომ გტოვებთ ნაადრევად. პირიქით მადლობა რომ შენ დღის მიუხედავად მაინც მოახერხე ვიცი რა მიზეზითაც გტოვებ და უღრმესი მადლობა რომ მაინც მოახერხე ჩართვა. თამთას აქვს შეკითხვა. გისმენთ თამთა. ხო, მეც პრინციპში ტექნიკური მხარე დარჩა, არა ტექნიკურზეც რა თქმა უნდა არ არის პრობლემა. გისმენთ თამთა. ჩემთ პასუხს. შეგიძლიათ ჩართოთ მიკროფონი, თამთას აქვს ხელი აწეული. მე მგონი შემთხვევით რომ არ დაეჭირა. ყოფილ კომპანიაში აპირებდნენ დაენერგათ შეფასების სისტემა, თუმცა უფრო დასჯადი ხასიათის იყო ვიდრე მამოწმებელი. სამწუხაროდ ძალიან დიდი პრობლემაა ამის მხრივ ბევრ კომპანიაში. კი ბატონო, დიდი პრობლემა არის, ბევრგან არ არის საერთოდ დანერგილი. ზუსტად მაგას ემსახურება ეს ჩვენი ინიციატივა, ასე ვთქვათ, რომ რადგანაც ჩვენს კომპანიასაც, პრინციპში Smart Academy-ასაც ბევრ ბიზნესთან აქვს შეხება და ჩვენ როგორც საკონსულტაციო კომპანიასთან აქვს შეხება, იკვეთება საჭიროებაც და ნუ ნელ-ნელა ბაზარზე ასევე მოთხოვნაც იზრდება. ამიტომ პირველ რიგში ცნობადობა არის გასაზრდელი, ცნობადობა იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია და ის რომ დასჯაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, ანუ ეს შედეგს არ მოიტანს, ხო? მაგრამ იმისათვის, რომ როგორ ვითხრათ, რაღაც მიზანს მივაღწიოთ, აუცილებელია პირველ რიგში ცნობიერება შეცვალო და გაზარდო იმ ფაქტის მნიშვნელობა და ცოდნა თუ რას ემსახურება შეფასების სისტემები, რისთვის კეთდება, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად კომპანიაში რომ იყოს და რომ დასჯას არ მოაქვს შედეგი. თუმცა გააჩნია, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული რაღაც სიტუაციები, სადაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაც მუშაობდეს, მაგრამ ძალიან წერტილოვნად, ხო?
ამას ემსახურება ეს ჩვენი mentoring-ის პროგრამა, რომ HR მენეჯერებსაც თვითონ ესმოდეთ, რომ სტრატეგიული როლია HR-ი და არა მხოლოდ ადმინისტრირება და თანამშრომლის შერჩევა. გარდა ამისა, რომ თანამშრომლის შერჩევის პროცესი ასეთი მარტივი არ არის, რომ მხოლოდ გასაუბრება ჩაატარო და რაღაცა გარკვეული სტანდარტული კითხვები დასვა, ამის მიღმა, ბევრი რაღაცა არის მნიშვნელოვანი. ხო, და იგივე ის job description-ი რო შექმნა და როგორი ტიპის თანამშრომელი აიყვანო მაგ ნაწილში, აი ეს ფუნდამენტი, რაზეც ეთუნა მისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიას კარგად უნდა ესმოდეს, როგორი ტიპის ადამიანებს ეძებს. ეგ ფაქტორი არ გვითქვამს, მაგრამ პრინციპში აი IQ და EQ გსმენიათ ხო, ალბათ ინტელექტუალური შესაძლებლობები და ემოციური შესაძლებლობები რეალურად ზოგადად ადამიანებს გონია, რომ IQ ინტელექტუალური შესაძლებლობებია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აყვანის დროს. აი თქვათ ვიღაცას თუ უფრო მაღალი აქვს IQ ვიდრე მეორე კანდიდატს, შეიძლება ის შეარჩიონ, მაგრამ ამ დროს აუცილებლად EQ-ს ნაწილია გასათვალისწინებელი და აი ბოლო პერიოდის კვლევებზე დაყრდნობით დაახლოებით 85%-ია ნიშნულობის კუთხით რომ გავანაწილოთ EQ-ს ნაწილი ვიდრე IQ-ს, იმიტომ რომ ეს დასაწყისში ეთუნამაც თქვა, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა უნარი ვასწავლოთ, განვავითაროთ ადამიანი, ხო თქვათ იქ Excel-ი არ იცის, მათემატიკაში ცოტა ეს სუსტად არის, ან იქ ენა არ იცის და ასე შემდეგ, PowerPoint-ი თუ რა ვიცი ნებისმიერი რომელიღაცა სხვა საკითხი, მაგრამ ბევრად უფრო რთულია შეცვალო დამოკიდებულებები, კომუნიკაციის სტილი, თუ ტოქსიკური ადამიანი ამ საკითხზე კიდევ, ანუ ბევრად უფრო რთულია იმუშაო ამ საკითხებთან. და ეს ყველაფერი სტრატეგიული HR-დან მოდის, ანუ ეს თუ ფუნდამენტში არ გაქვს, შერჩევის დროსაც ვერ ითვალისწინებ, ხო, იმიტომ რომ სხვა რაღაცებზე აკეთებ აქცენტს. შესაბამისად, მოკლედ ამას ემსახურება თვითონ ჩვენი კურსიც. გადავალახა ტექნიკურ დეტალებზე, მაინც გაგიზიარებთ, ვისაც დაგაინტერესათ. თვითონ კურსი არის დაახლოებით 3 თვიანი, არის 24 შეხვედრა. და აგებული არის პრაქტიკაზე. ფაქტობრივად mentoring-ის პროგრამა მაგიტომაც ქვია, რომ ყოველი მეორე თუ არა მესამე შეხვედრა არის პრაქტიკული შეხვედრა, სადაც მონაწილეებს მოაქვთ თავისი кейსები, ნუ დავალებებს ვაძლევთ და მოაქვთ кейსები, კომპანიის განვიხილავთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ, თქვათ დავალებას რომ მოიტანენ, რაღაც კორექტირებებს ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი პლუსი არის არა მარტო ის, რომ თქვენი კომპანიის მაგალითზე აკეთებთ, არამედ ის, რომ მონაწილეებს უსმენთ და მონაწილეების, ანუ სხვადასხვა ტიპის კომპანიები შეიძლება არსებობდეს, ვთქვათ, ჩვენ ყავლი აი ესეთებიც, რომ პატარა კომპანიებში მუშაობენ და დიდში და საშუალოში, ერთმანეთის მაგალითზეც, მოკლედ, ბევრს ხედავთ და საერთოდ ადამიანებს გვახასიათებს, რომ გვერდიდან უფრო ხედავთ რაღაცეებს, ვიდრე საკუთარ თავში, ამიტომ და უფრო მარტივად ვსწავლობთ, ხო? მოკლედ ეს ნაწილი არის პრაქტიკაში. 20 საათია პრაქტიკა, 30 თეორია. ნუ რა თქმა უნდა, თეორიულ მასალას გიზიარებთ და მერე უკვე გაძლევთ დავალებას და პრაქტიკულ ნაწილში. ზოგადად კურსის ანუ კურსის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და ქულები როგორ არის განაწილებული, რომ 30 ქულა არის თეორიაზე, ანუ კვიზებს ავსებთ გავლილ მასალაზე, 40 ქულა არის პრაქტიკის, რაც იმას გულისხმობს, რომ რაღაცა დავალებებს რომ გაძლევთ, მოკლედ უნდა იყოს შესრულებული, ხო, იმიტომ რომ ეს ერთმანეთზე არის ხომ, აი როგორც ციკლი მოგიყევით, ერთმანეთზეა მიბმული, ჯერ მიზანი უნდა გაიწეროს, მერე უნდა შეფასდეს, მერე უნდა გაკეთდეს უკავშირი და შემდეგ და თუ არ გაკეთდა, მოკლედ პრაქტიკაში ქულებს ვერ იღებთ და ბოლოს 30 ქულა არის ფინალური ნაშრომი, რომელიც ამ ყველაფრის შეჯამება არის და ნუ ასე ვთქვათ, მიმდინარეობს სტრატეგიული შეხვედრა CEO-სა და HR მენეჯერს შორის, სადაც თქვენ ხართ HR-ის როლში და წარადგენთ რაღაცა თქვენს ხედვას. ეს რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ასევე ვიტყვი, რომ
ხო, ну, უფრო workshop-ების სტილის არის და ვისთვის არის განკუთვნილი რამოდენიმეჯერ ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსმევ ხას. ეს არის HR ჯენერალისტებისთვის ან მენეჯერებისთვის, ანუ დამწყები თუ ხართ, ისეთი ეფექტური ვერ იქნება ეს კურსი კი თეორიულ ნაწილს გაიგებთ, თუმცა პრაქტიკას ვერ გააკეთებთ, თუ არ არის ამის საჭიროება კომპანიაში, ხო? ანუ უნდა იყოს შესაძლებლობა და მზაობა, რომ კომპანიას კონდეს იმის მზაობა, რომ თუნდაც რომელიღაცა მიმართულებას რო აიღებთ, იმის head-ს უნდა ეცალოს, რომ რაღაცაები გაგიიზიაროთ, ხო? რაღაც საკითხებზე იმუშაოს, თავისი გუნდის წევრებს ემუშაოს და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს საჭიროება კომპანიაში იდგეს და თქვენ გქონდეთ ისეთი როლი, რომელსაც ხელი მიუწვდება ამ ყველაფრისთვის. ეს ერთი. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი არის არა HR-ის რგოლიც. ანუ არ არის აუცილებელი HR-ში იყოთ. მენეჯერები, მიმართულების ჰედები, ან თუნდაც პატრა კომპანიის CEO-ები, გინდაც დიდის, არ აქვს მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა. თავარია ის ადამიანები, რომლებიც იღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას, ერთ-ერთი წამყვანი, ანუ მათ გარეშე ვერ ხდება ეს საკითხი. და ეს იმისათვის, რომ თვითონ პროცესი უფრო კარგად ესმოდეთ, გვაქვს ჩვენ ამის პრაქტიკა, ყოლია ეგეთი სტუდენტები, რომლებიც მაგალითად საოპერაციო მიმართულებით იყვნენ, ან სხვა მიმართულების ჰედები იყვნენ, ძალიან ამარტივებს ეს თვითონ ამ შეფასების სისტემის დანერგვის პროცესს კომპანიაში, როდესაც დამკვეთს, ასე ვთქვათ, თუ რა ვიცი, მენეჯერულ გოლს კარგად ესმის, რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი და როგორ უნდა განვითარდეს, ხო? ეს იყო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გამეზიარებინა. პრინციპში მოვყევით ეს ყველაფერი, მაგრამ რა საკითხებს ეხება, ეს არის სტრატეგიული HR-ის როლი, შეფასების სისტემები, ტრენინგები და განვითარება, personal development, ანუ პირადი განვითარების გეგმას ადგენთ და მოკლედ ჩვენ ამაში გეხმარებით, სამოტივაციო სქემები, კონსტრუქციული უკავშირი და თანამშრომლების ჩართულობა და კვლევითი ნაწილი. ამ 6 ძირითად საკითხს ეხება ეს mentorship-ის პროგრამა. მაკო შეხوار იტყვი ამას თუ მე ვთქვა როგორც გინდა ვიტყვი მოკლედ როგორც კი სტუდენტი ხდებით, რა თქმა უნდა, ერთობით კარიერულ პროგრამაში, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა თემაზე დახურულ შეხვედრებს, ხოლო ჩვენი სტუდენტებისთვის, სადაც ესე ლაივ რეჟიმში აქვს შესაძლებლობა შეკითხვებიც დასვან, პასუხებიც მიიღონ, ამის ჩანაწერის კეთება, თქვა თუ გაცდენა მოუწევთ, შეუძლიათ რა თქმა უნდა მე მოგვიანებით ნახონ. ეს ყველაფერი ზოგადად კურსის ფარგლებში არის classroom-ში დალაგებული, ჩანაწერებს ერთ სივრცეში ნახულობთ, დავალებებსაც, ქულებსაც და ნუ ასე შემდეგ. ყველაფერი არის მოწესრიგებული და ერთ სივრცეში მოქცეული, რომ გაგიმარტივდეთ. Google Meet-ში ტარდება ონლაინ შეხვედრები, თუმცა კურს ფარგლებში რა თქმა უნდა გათვალისწინებული არის ფიზიკურ სივრცეში შეხვედრებიც. რა თქმა უნდა, სხვა ჩართული სტუდენტების თუ მოახერხებენ ხოლმე მოსვლას და იგეგმება აუცილებლად. ერთი დღე არის შაბათ დღეს, მეორე დღე არის ოთხშაბათი, ხო, ლიკა? ზოგადად. რა თქმა უნდა, სტუდენტების ბაზას ვაწარმოებთ, რომელშიც 2 კლიკით შეგვიძლია ვიპოვოთ ხოლმე შესაბამისი რელევანტური ადამიანი იმ ვაკანსიის მიხედვით, რაც ჩვენს ხელთ არის, მათ შორის ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან თუ არაპარტნიორი კომპანიებიც ძალიან ბევრი გვიკავშირდებიან და რა თქმა უნდა, მე მემორანდუმს ვაფორმებთ ხოლმე მათთანაც. და ეს ყველაფერი ხდება მოკლედ უწყვეტად მეგობრებო. შეიძლება თქვენ ახლა არ გჭირდებოდეთ კარიერული ცვლილება, მაგრამ დაგჭირდეთ 6 თვის შემდეგ. ანუ Smart Academy-ის კარიერული პროგრამის მენეჯერები შეგიძლიათ მეილზე მიიწეროთ, ჩანიშნოთ მათთან შეხვედრა, გაგზავნოთ CV, LinkedIn-ი, მიიღოთ რეკომენდაციები, განაახლოთ შეძენილი კომპეტენციების მიხედვით LinkedIn-ის პროფილი და ასევე უნიშნულოვანესი სერვისი ჩემთვის ეს არის გასაუბრების სიმულაცია. ხო? გასაუბრების სიმულაციაზე ერთ-ერთზე ხვდებით თქვენ კარიერის მენეჯერს, რეკრუტერს, ჩავთვალოთ, რომელიც დეტალურ უკავშირს გაძლევთ თუ რა შეიძლება გამოსწორდეს, როგორ შეიძლება უკეთ წარმოვაჩინოთ მოკლედ ჩვენი თავი და რეალურ გასაუბრებებზე გავზარდოთ შანსი, რომ მაინც და მაინც ჩვენ აგვიყვანონ როგორც კანდიდატი. ხო, ბოდიში ჩაგერთვები, ანუ ეხლა ჩვენი აუდიტორია ძირითადად HR-ები არიან და შეიძლება
ხშირად გვგონია რომ რადგან ჩვენ თვითონ ვატარებთ გასაუბრებებს გასაუბრებაზეც კარგად წავდგებით, თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის ეგრე არ არის და ან მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თვითონ ხართ ხოლმე მეორე მხარეს, როგორც გამსაუბრებელი, მაინც კარგი პრაქტიკა არის ეს გასაუბრების სიმულაცია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, როლების შეცვლა რაღაცა მომენტებში და ობიექტური უკავშირი შეიძლება რაღაცებში დაგეხმაროთ ხოლმე. გარდა მაგისა, კი, და გარდა მაგისა, მეგობრებო, უშუალოდ, რა თქმა უნდა, ინტერესების მიხედვით, ჩვენი ლოიალობის პროგრამის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულები უკვე სხვა კურსებზე სპეციალურ ფასებს იღებენ, შეიძლება დაგაინტერესოთ შემდგომ უფრო, რა ვიცი, ზოგადი მენეჯმენტის კურსმა ან წეღანაც ვახსენე სტრატეგიული პლენინგი და აღსრულება, შეიძლება იყოს დაუშვათ საოფისე პროგრამებში გაძლიერება ან Excel-ში მონაცემთა ანალიზი და ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულს ექნება სხვა ლოიალური შეთავაზება. ასევე, რა თქმა უნდა, ვცდილობთ ხოლმე სტუდენტების ხილვადობა გავზარდოთ სხვადასხვა სახით, ინტერვიუებს ვატარებთ მათთან, ასევე ვიდეოებსაც ნახავდით, შთაბეჭდილებებს ვაზიარებთ და, რა თქმა უნდა, საკმაოდ ზრდის მათ ხილვადობას ეს ყველაფერი და უწყობთ ხელს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გასაუბრებაზე უთქვამთ, რომ ჩვენი სტუდენტისთვის, რომ ჰქონდეთ ნანახი ვიდეო, სადაც მისი პორტფოლიო კარგად გამოიყურებოდა და დამახსოვრებული ჰყავდათ ეს ადამიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვფიქრობ. შეგვიძლია გადავრთოთ კიდევ აქ ხო ვიდეოში დახურული ჯგუფიც კეთდება, რა თქმა უნდა, ტოპ სტუდენტებისთვის, უბრალოდ არის და შესაბამისად კურსდამთავრებულები შემდგომში ემატებიან და იქ ხშირად ყოფილა ხოლმე ასევე კურსის სრულად დაფინანსებით შესაძლებლობაც, რომ მოეპოვებინათ ჩვენს კურსდამთავრებულებს. შესაბამისად, მთავარია სტუდენტებისგან იყოს თვითონ ჩართულობა, მაქსიმალური გააკეთონ და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხელშემწყობი მხარე. თვითონ პარტნიორებს რაც შეეხება, მუდმივად გვიკავშირდებიან ხოლმე, თემატურად ისედაც პარტნიორებს ვამატებთ თემების მიხედვით, ჩვენ გვაქვს მარკეტინგის, მენეჯმენტის, დიზაინის და ტექნოლოგიების მიმართულებით და რა თქმა უნდა, შესაბამის კომპანიებს ვიპარტნიორებთ, რომ დამწყები იქნება თუ უკვე მოქმედი სპეციალისტი დასაქმდეს, შეიცვალოს პოზიცია, შეიძლება როტაცია მოახდინოს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, კომპანიებიდან მოდიან ხოლმე ასეთ კურსებზე და ზოგადად ისეთ განმავითარებელ კურსებზე აუცილებლად მოდიან ხოლმე კომპანიებიდან, რომელთა მთავარი მიზანი ესე დასაქმება არ არის, თუმცა არის კარიერული ცვლილება და რაღაცის დანერგვა თუნდაც და შესაბამისად ამაში ვუწყობთ ხოლმე ხელს. კონტანტასა ხელი ხო წეგან აწია და არ გპასუხობს თამთამი დაწყევ. გავაგრძელოთ ლიკა. პრინციპში ეგ არის რაც ხო აქ უკავშირები არის გაზიარებული, ალბათ ვინც თვითონად ვიდეოს ვიდეოაც HR მენეჯერებით, ოპერაციო დირექტორები და სხვა მიმართულებით მოკლედ მომუშავე ადამიანები იყვნენ წინა ჯგუფში და კურსის ბოლოს უკვე ჰქონდათ კონკრეტულ დეპარტამენტში, თავის დეპარტამენტში, კომპანიაში დანერგილი, რა თქმა უნდა, გუნდის იმ წევრთან ერთად, რომელსაც ექვემდებარებოდა გუნდი. თამარ გოგიშვილს აქვს შეკითხვა. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. თვითონ საინფორმაციო შეხვედრაც საინტერესოა და წარმომიდგენია, როგორი კარგი და სასარგებლო იქნება და საინტერესო შემდგომში კურსი. კითხვა მაქვს იქ-მასთან დაკავშირებით, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის ასე ვთქვათ პრაქტიკული, ხო? შესრულებული სამუშაო შეფასება და ასე შემდეგ. ამის დანერგვა ხდება ფაქტიურად კომპანიებში და არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. უბრალოდ როგორც მივხვდი, პირველ რიგში საჭირო არის კომპანიის მხრიდან ამაზე მზაობა, ხო, და თანხმობა, რომ ეს დაინერგოს. სხვა შემთხვევაში ალბათ დასწრებას აზრი არ ექნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რადგან პრაქტიკულ დავალებებს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ნაწილი უჭირავს თქვენს ტრენინგში და გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ნებისმიერი სწავლება, როდესაც არის პრაქტიკული, არის უფრო ეფექტური. ხო, აი ეს მინდოდა უბრალოდ მეკითხა, რომ ფაქტიურად ეს დავინახე მე, რომ ხარდაჭერა არის საჭირო კომპანიის მხრიდან, ამ შემთხვევაში თუ სურვილი აქვს, რომ ეს დაინერგოს და თulis რომ საჭიროა ამის დანერგვა, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ჩავერთოთ ამ მასწავლების კურსში.
ზუსტად ეხლა არ გქონდეს მზაობა, მაგრამ ზოგადად თუ განიხილავს, მოკლედ თქვენ უნდა გქონდეთ, ვინც იქნება კურსს ვინც დაესწრება და ამ პროგრამას ვინც დაესწრება, უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიღაცა მიმართულების ბაზე იმუშაოს, შეიძლება იმ წუთას დანერგვა არ იყოს კომპანიის ამოცანა და რაღაც პერიოდში გეგმავდეს და ამიტომ უნდადეს რომ თავისი თანამშრომელი, გინდაც HR ან მიმართულების ხედი მოამზადოს ამ საკითხისთვის, რომ უფრო კარგად გაერკვეს მაგალითად შეიძლება არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ სჭირდებათ, არ სჭირდებათ იმუშავებს, არ იმუშავებს და ასე შემდეგ. აი მაგალითად ჩვენ ერთ-ერთი кейსი გქონდა, რომ საოპერაციო დირექტორი ვინც ესწრებოდა ერთ-ერთი სხვანაირად ფიქრობდა დაგეგმვას, ანუ სხვანაირად ხედავდა ამ თავის სამოტივაციო სქემებს და ჩვენი კურსის შემდეგ შეცვალა, რადიკალურად შეცვალა, ანუ სხვანაირად აკეთებს. ამიტომ პირდაპირ ხა დანერგვა ცოტა შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ არ გქონდეს კომპანიაში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყოს, რომ ზუსტად ნერგავს, მაგრამ იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და იმისათვის, რომ ცოდნა შემატოს თანამშრომლებს იმის შესახებ, რომ სჭირდებათ, არ სჭირდებათ, თუ რა ვიცი, ასე აკეთებენ, თუ ისე აკეთებენ, მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ თუ საერთოდ დღის წესრიგში არ დგას, არავინ ამაზე არ ფიქრობს, მარტო თქვენ გაინტერესებთ, უბრალოდ შეიძლება საკუთარ მიმართულებაში გააკეთოთ. საკუთარ HR მიმართულებაში იფიქროთ და რაღაცა გამოსლებას მიიღებთ, მაგრამ მაინც აი დავალებების ნაწილში მაშინ როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩართო? HR-ის მიმართულებაში თქვენ არ დაგჭირდება დეპარტამენტია საუბარი, ხო? კი ბატონო, შეიძლება მადლობა. ეს მხოლოდ ანუ პირობითად არ არის მზაობა კომპანიის მხრიდან, მაგრამ თქვენთვის გინდათ რომ აიმაღლოთ ამ მიმართულებით ცოდნა, ხო? და რაღაცა თუნდაც პრაქტიკა მიიღოთ, შესაძლებელი არის რომ მაშინ დაამუშავოთ მხოლოდ HR-ის მიმართულება, აღარ მიმართულებაში უნდა არსებობდეს ვიღაცა სხვაც თქვენს მიღმა. იმიტომ რომ აქ საუბარია ვთქვათ, დაქვემდებარებულებთან ხო კითხვას ვაკეთებთ, გამოკითხვას ვაკეთებთ, მერე პერსონალურ გეგმას ვუდგენთ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ თუმცა ესეთი რაღაცის თქმაც შემეძლია, რომ რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცები ვერ გააკეთოთ, როგორც გითხარით, ახლა ჩვენ წინა კურსზე 10 მონაწილე გვყავდა და ერთმანეთისას ისმენთ, მაგრამ ნუ როგორ მაინც სრულყოფილად ვერ მოიცავ რა, როდესაც არ გაქვს შენი სამუშაო кейსები. კი, სხვას უსმენ, სხვისას უფრო კარგად ხედავ, უფრო ნათლად ხედავ, იმიტომ რომ შიგნით როდესაც ხარ ჩახარშული რაღაცებს, ადამიანები ბოლომდე ვერ აღვიქვამთ ხოლმე, ხო? აი სხვისას შეიძლება ისეთი საინტერესო იყოს, სხვისას გადასარევად ხედავდნენ და თვითონ ისევ იგივე შესწავლას უშვებდნენ მაინც პირობითად თავის დავალების დროს, იმიტომ რომ რაღაცა ფაქტორები მუშაობს. მოკლედ, არ იქნება ისე, რომ არ იქნება ინფორმატიული და სასარგებლო, უბრალოდ ისეთი დოზით არა, ალბათ, 70% უფრო, იმიტომ რომ რაღაცებში დაგაკლდებათ პრაქტიკის ნაწილი. უმჯობესია, რომ რაღაცა მზაობა მაინც იყოს რა. მადლობა, დიდი პასუხი. მადლობა. კიდევ ხომ არ გაქვთ კითხვები? მე მგონი ტექნიკური საკითხები ყველაფერი ვახსენეთ, მე და მაკომ, თქვათ დღეებიც, რამდენი ხნიანია, როგორ არის, სამთვიანი. და ნუ ძირითადად რა საკითხებს მოვიცავთ, ყველაფერზე ვისაუბრებთ. უკეთრავად დღეების ნაწილში საათით ხომ არ არის ცნობილი დღის რომელ მონაკვეთში ჩატარდება? შაბათ არის 2 საათზე და შაბათობით 12-დან 2-მდე. 4 შაბათს 8-დან 10-მდე. და შაბათობით არის ონლაინ და 4 შაბათს ადგილზე შესაძლებლობა არის, რომ ადგილზე ტარდებოდეს, თუმცა ჯგუფზეა დამოკიდებული, თუ უმეტესობა ზეხერხება ონლაინ ვატარებთ ხოლმე, თუ უმეტესობა ოფისში, იმაში მოდის სივრცეში, მაშინ სივრცეში. მე ახლა თუ შეიძლება გავაზიარებ სილაბუსს 1 წუთი და ნახოთ ეს ნაწილიც ალბათ ვისაც არ გინახავთ და გაინტერესებთ. მეც უნდა გავიდე მაგათ, რომ მეც დავჩები. კი, ახლავე.
სულ 2 წამი. ნახეთ? ესეთი დეტალური სილაბუსი აქვს, გთხოვთ რომ გაეცნოთ, ვინც დაგეგმოთ, როგორც ვთქვით, 20 საათი workshop-ის ფორმატში დავალებებზე უკავშირებზე მიდის და აქ არის ამ სილაბუსში მოცემული მეგობრებო ზუსტად პრაქტიკული დავალების და ესეთი შეხვედრები, სადაც არის, ნახეთ, პრაქტიკული შეხვედრა ცალკე არის კიდევ გატანილი, აგერ მე-10 შეხვედრაც პრაქტიკული შეხვედრა არის, მე-14 შეხვედრაც, ანუ მანამდე რასაც გადიოდით, მე უკვე დეტალებში ჩადიხართ და უკავშირს აზიარებთ მენტორების და ჯგუფის წევრებისგან. მათ შორის პიროვნული განვითარების გეგმაზეც გექნებათ პრაქტიკული შეხვედრა, ასევე ის მოტივაციის ნაწილს, რასაც გაივლით და კმაყოფილების გაზომვას, ამაზეც გექნებათ პრაქტიკული შეხვედრა და სტრატეგიებსაც, როდესაც ჩართულობის სტრატეგიებს გაივლით, მე უკვე ფინალური ნაშრომების პრეზენტაცია. აქ არის დეტალურად მოცემული რა შეძლებთ კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად და როგორც გითხარით, მოთხოვნა გვაქვს რომ იყოთ აქტიური მიზნები გქონდეთ, მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით, რომ უფრო შედეგიანი იყოს თქვენთვის. ერთი კიდევ დეტალი, სავარაუდოდ ეს კურსი 22 მარტს იწყება, როგორც ვთქვით, 3 თვიანი არის და გაითვალისწინოთ, რომ თუ ვინმე სწავლას გეგმოთ და აღარ გინდათ გადადოთ, სავარაუდოდ შემოდგომამდე აღარ იქნება და გირჩევთ, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში შემოვერთდეთ, თუ გეგმებში გაქვთ მოკლედ ეს ყველა. ბანანი დარჩენილი, მაგრამ ერთი კვირა პრინციპში. ხო, მომდევნო შაბათს უკვე დავიწყებთ